მაგ იდეოლოგიის შემქმნელი ვარ, მე თუ მკითხავ. მე თურმე არ ვიცი როგორ ხარჯო. აზე არ ვარჯო. ხო, არა, შემოსავალს უნდა აგენერირებდე, მაშინაც კი, როდესაც შენ გძინავს. იղბალი ცოტა არ მომწონს როგორც კონოტაციურად როგორც გამოიყენება იղბალი რა. მე იყო ოცხე ჰუმანურობიდან გამომდინარე მგონია რომ ადამიანები კარგია რომ ვართ. და თუ ბევრი ვიქნებით, ეგეც კარგია რა. მე ზოგადად უძრავი ქონება არ მიყვარს როგორც ინვესტიცია. მოგეთ ადგილი შეცდომისთვის უნდა იყოს დატოვებული ყოველთვის. უფასო ყველი სათაგურშია. კაცის დამღუპელის სამი ფაქტორი არის რა, ალკოჰოლი, ქალი და ლევერეჯი. მოვედით? მოვედით. გამარჯობა გი. გაგიმარჯოს კიდევ ერთხელ. დღეს ძალიან კაი არის. ახალ ეტაპზე გადავედით, ახალი წიგნის შთაგონებით ვართ მოსულები, ხო? პირველი შემთხვევა, როდესაც გადავედით შემდეგ ეტაპზე. კი ბატონო. იმედია კიდე ბევრი ეგეთი ეტაპი გვაქვს. გვექნება. კი, მანამ სანამ დავიწყეთ, მინდა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ყველა მსმენელს Spotify-ზე თუ ახლად შემოგვიერთდი და ყველა მაყურებელს YouTube-ზე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. გვიხარია ყველა ნახვა, ყველა პოზიტიური კომენტარი, ვსწავლობთ ყველა ნეგატიური კომენტარიდან და კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი თხოვნით მოგმართოთ, რომ ჩვენ რო ხარი დაგვიჭიროთ, არის საკმაოდ მარტივი, უბრალოდ უნდა დააწყაპოთ დღილაკ subscribe, გამოიწეროთ ჩვენი არხი, თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეო დაალაიქოთ და ეგ არის და ეგ ჩვენ კიდე ეს დაგვეხმარება იმაში, რომ გავაგზელოთ გაუმჯობესება და ამგვარი ვიდეოების ჩაწერა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. დღეს ვისაუბრებთ იმ იდეებზე, რომლებიც არის ფულის ფსიქოლოგიაში, მორგან ჰაუზელის ფულის ფსიქოლოგიაში გადმოცემული. ეს წიგნი აღმოჩნდა ჩემთვის საკმაოდ როგორ აქვია მაგ სიტყვას არ ვიცი, მაგრამ თვალის ამხელი, ანუ რომ მეგონა რომ ვიცოდი ფული, ძალიან ბევრი ისეთი რაღაც ამოვიკითხე, რომელზეც ვიფიქრე რომ ალბათ ეს წიგნი რომ 20 წლის ასაკში წამეკითხა და გამეგო, იმიტომ რომ კარგად მეგონი ეხაც ვერ გავიგე რა, მეორეთ რომ ვკითხულობდი დღევანდელი ეპიზოდისთვის რომ ვემზადებოდი, კიდე რაღაცნაირად მოვიდა რა, რომ ვაუ. და მოკლედ ძალიან ღირებული იდეები მგონია რომ არის და დღეს შევეცადოთ რომ ეს ღირებული ინფორმაცია რაღაცნაირად ჩვენს გავარჩიოთ და მაყურებელ მსმენელსაც სიამოვნებით მივაწოდოთ. ხო, პრინციპში მეც აყვები შემოგიერთები ამ წიგნის მცირე დახასიათებაში. ხო, მეც ეგრე მგონია, რომ 20 წელი ხარ, რა თქმა უნდა, თარიღს არ გულისხმობთ რა, მაგრამ ალბათ 20-25 წლის ასაკში, როდესაც იწყებ ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრებას, მაგ დროისთვის ძალიან ბევრი შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს. ბევრი კარგი ჩვევის, ფინანსური ჩვევის ჩამომაყალიბებელი შეიძლება აღმოჩნდეს იდეები, რომლებიც ამ წიგნშია განხილული. ხა დღესაც საუბრობდით, ხო, ხა გვიან არასოდეს არ არის, ხო? რა ვიცი, მეც და შენც ეს წიგნი როცა წავიკითხეთ, სულ ახალ-ახალს, იმიტომ რომ ახალი წიგნია შედარებით, მაშინაც კი რაღაცა დასკვნა გამოვიტანეთ და შევეცადეთ გარკვეული რამე ჩვევაში გადაგვეტანა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ წარმომიდგენია უბრალოდ აი ადრეულ ასაკში, უფრო ახალგაზრდულ ასაკში რა ეფექტი ექნებოდა, მგონია ეგრე, დავსდევ ხა ჩემებს, უფროსებს განსაკუთრებით, რომ წაიკითხე, იმიტომ კი არა რაღაცა როგორც ჰიტა იტყო და იმიტომ კი არა mind blow facts გაიგებთ რამეს, უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან კარგად ფორმულირებულია თითქოს ისედაც ცხადი ჭეშმარიტებები ძალიან კარგად, გულწრფელად ძალიან კარგად. აი ზუსტად ეგ იყო რომ მიუხედავად იმისა რომ თითქოს არ არის არაფერი ესეთი ეგრეთ წოდებული ტვინის ამაფეთქებელი ფაქტი, ამავდროულად რომ ემზადებოდი ამ ეპიზოდისთვის და რომ გადავიკითხე რაღაცნაირად დიაგონალზე არის ესეთი ფაქტი, რომელიც აი ხო, და მე თითქოს სხვანაირად უყურებ და კერძოდ ეგეთი არის, რომელზეც მივალთ მე იმამზე და ჩავთ უბრალოდ მე ერთადერთი რითიც მინდა რომ დავიწყოთ არის ის, რომ აი ხა შენ რო ახსენე, რომ შენ უფროს შვილებს ეუნები რომ ეს წაიკითხო, ზუსტად ამით იწყება თითქოს წიგნი რა, რომ გიჟი არავინ არ არის რა, გიჟი არავინ არ არის იმ კუთხით, რომ ყველას თავისი ისტორიული კონტექსტი აქვს, რაშიც გაიზარდა და რითაც პირველად გაიცნო, ასე ვთქვათ, ფული და ჩამოიყალიბა შესაბამისად რაღაცნაირი აზრი და რწმენა წარმოდგენები იმასთან თუ ფული როგორია და როგორ იმართება და ეგ თავი ჩემთვის რაღაცნაირად ისეთი აღმოჩნდა
თითქოს ხოიცი რომ დამშვიდდები რა რომ უიმედედად და თან ამავე დროს დავინახე თუ რაოდენ სხვანაირი გადაწყვეტილებები მაქვს მიღებული და ფიქრობდი რა ეხლა აქ რომ მოვდიოდი ნეტა რა არის კონტექსტი რომელმაც ეს გამოიწვევს უკვე ჩემ შემთხვევაში მაგალითად ფულთან მიმართებაში გადაწყვეტილება რომ მე ეხლა დავიწყე დაზოგვა მანამდე ჩემი ინვესტიციები უпростоად ფინანსურ ქაღალდებში და ესე ვთქვათ პასიურ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში დავიწყე აი სულ რაღაც რამოდენიმე თვეა სხვათა შორის ამ წიგნის წყალობით დავიწყე მაგის კეთება და მანამდე ყველა ჩემი საინვესტიციო ნაბიჯი იყო ანტრეპრენერული ანუ უფრო ბიზნესური იყო რა ანუ ისეთი მსხვილი არ უბრალოდ არაპასიური უფრო მეტად აქტიურობას რომ მოითხოვს ისეთები და ფიქრობდი ნეტა რა კონტექსტია თქო და თუმცა არც თუ ისე რთული გასახსენებელია საბოლოო ჯამში მამის ამბავიდან გამომდინარე ალბათ ბავშვობიდანვე პირველივე ჩემი სამსახური საბოლოო ჯამში ბიზნესი იყო ხო მაქსტოპი თუ გახსოვს რა დავიწყებს რა დამავიწყებს ხო და შეიძლება იგი იყო არ ვიცი და ზუსტად მაგ ამბავში რომ შეგეკითხო ბარე მაშინ შენ რა ფინანსური გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებული გაქვს ისეთი რომ სხვამ შეიძლება იფიქროს რომ რამ გააფრენინ ამას ამ რა სისულელემ გააკეთებინა თუმცა შენთვის კონტექსტუალური და კონტექსტიდან გამომდინარე ჩვეულებრივად ლოგიკური და რაციონალური გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო ხო იცი რა მე მგონია რომ ხათ შესაბამისი პასუხი და მაგალითი არ მომყავს, მაგრამ მეორე მხრივ მგონია რომ თან მომყავს. იცი რა მახსენდება? ხა არ არის შენთვის უცნობი მოვლენა ეგ რა. მახსენდება რამდენი წელი გავიდა უკვე ჩემი. მახსენდება 14 წლის წინ, ხო, 14 წლის წინ სახლი ბინა რო ვიყიდე რა. ანუ მისთვის არ საინტერესო ალბათ არ არის, მაგრამ კონტექსტი ეგეთია რომ ქირაობდი რამოდენიმე წელი მიჯრით ზედიზ ბინას შევიცვალეთ 1-2-3 ბინა მე მგონი რომელსაც ქირაობდი და მე პირადად ეს არ ეხება ჩემ ოჯახს არ ეხება ჩემ ცოლ-შვილს მე პირადად გამიშთა არ ვიცი რაღაცნაირი კომფორტი ნაქირავები ბინის კონცეფციის რა იმიტომ რომ ეს მიჯაჭვ ვალდებულებას თითქოს არ მიჩენდა რა რომ მე ხა აქ უნდა ვიცხოვრო ჭალებში უკუნისამდე ეგანც და არ მეუფლებოდა რა არ მომწონს ეს უბანი ოკეი გადავალ ეხა სხვა უბანში რაღაც მაგ სიამოვნებას გვიდა მაგრამ მეორე მხრივ ხედავდი რამხელა დისკომფორტი იყო ეს ჩემი ოჯახის წევრებისათვის რა და ისე მოხდა რომ წასვლა მიწევდა გახსოვს სასწავლებლად სხვა ქვეყანაში და უნდა დამეტოვებინა ცოლ-შვილი მარტო ასე ჩემს გარეშე უფრო სწორედ და თან მეუღლე იმ მომენტში კი მესამეზე ურსულად იყო და მოკლედ მაგ კონტექსტში გავაქანდე და ჩემ ჭკუაში ესე გარედან რო შეხედო საკმაოდ ფინანსურად არარაციონალური გადაწყვეტილება მივიღე თუმცა საკმაოდ reasonable როგორ გადავთარგმნოთ ამ ლაპარაკის კონტექსტში საკმაოდ გეტყვი აქ არის ის არის ლოგიკური და რა ქვია მაგას გამართლებული მე ესე ვიტყოდი რა რაღაცა ქვია მიდი გააგრძელე და ხო მე ესე ვიტყოდი გამართლებული იმიტომ რომ ვინა ვიყიდე და ეს რაღაცნაირი ემოციური კომფორტი შეუქმენი ჩემ თავსაც და ჩემ ოჯახსაც რომ ნაქირავე ბინაში აღარ არიან საკუთარ ბინაში რა თუმცა აი სუფთა გონივრული აი კაი სიტყვა გონივრული იყო ნამდვილად რა მაგ კუთხით და აი სულ მახსენდებოდა მაგ გადაწყვეტილებაზე შეიძლება არ არის ესეც კარგი მაგალითი მაგრამ არ ვიცი არანაირად ამის ქართული ვერსია ბოდის ვიხდი utility function-ი რასაც ქვია რა ემოციურად კმაყოფილება რომელიც მოქონდა ამ ბინის ყიდვას იყო უფრო მეტი ვიდრე ესე უკმარო თქვა ვიდრე ფინანსური უკმაყოფილება რომელიც მოქონდა ამ ბინის ყიდვის პროცესს ესე რომ ვთქვა რა ხო და აი ეგ ხა მგონია რომ არ ვიცი ხალხი დადიოდა და ლაპარაკობდა რომ ეს გივი რა გიჟია არ მჯერა რომ ხა მაგას ვინმე ამბობდა მაგრამ აი ამ კუთხით ჩემი აზრით არ იყო ფინანსურად სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ კონტექსტში მე პირიქით მგონია რომ ბინის ქონა უფრო მეტად არა გიჟურს აქციელს
შეიძლება ჩაითვალოს ჩვენ თაობაში გაზრდილი ყოველ შემთხვევაში, რომ მეც მაგ პირიქით არის რა, ეხლა ჩემთვის სხვათა შორის ანუ აი მდიდარი მამა, ღარიბი მამა კიოსაკის რო წავიკითხე, იქ პირველად გავიგონე ეგ ცნება რომ საკუთარი სახლი რომელშიც ცხოვრობ არ არის შენი აქტივი, არამედ არის შენი ვალდებულება. და რამოდენიმეჯერ გადავიკითხე ეგ მომენტი და სუბთა ფინანსურად აბსოლუტურად მართებული განმარტება არის, იმიტომ რომ აქტივი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც იქეთ მოაქვს ფული. ხო, რომელიც აგენერირებს ფინანსურ სარგებლობას რა. და თუ ფინანსურ სარგებლობას არ აგენერირებს, ის აქტივი არ არის, ის არის პასივი, თავისი განმარტებით რა. მიუხედავად რომ შენი საკუთრება არის, მას ჭირდება მოვლა, შენ ხარ მასზე მიჯაჭვული და ის არ გაძლევს ფინანსურ სარგებლობას. არამედ პირიქით, შენახვა ჭირდება მას. ამიტომ აქედან გამომდინარე სუბთა კლასიკურად ეხა სახლის ყიდვა, ხო, გიჟური გადაწყვეტილება შეიძლება იმიტომ იყოს, რომ ვალდებულება დაიდე, მაშინ როდესაც ჯობდა, რომ შეიძლება აქტივი შეგეძინა და ის პირა გაგიქირავებინა. შეიძლება ეგ უფრო ჯობდა, ვიდრე ეს ჩვენ კონტექსტში პირიქით ხო, მაგიტომ ვიდრე და ეგად ხო. ანუ პირიქით რო გექნა მაგაზე შეიძლება ვიღაცას ეთქვა ეს რა გიჟეო, მაგრამ თუმცა ხო მართალი ხარ რა, ანუ საბოლოო ჯამში ვიღაცა ფინანსისტები იტყოდნენ, რომ ვერ არის ეს არა, მე ხა ესე ჰაერში ხوار ვამბობ ამას. იმის გათვალისწინებით ერთხარეს რა ფინანსური შესაძლებლობები იდგა და მეორეს რავალდებულება ავიღე, მაგ კონტექსტში შეიძლება გიჟობა ყოფილიყო, თორე ხო, მაგიტომ გონიბრულის აქციელი იყო რა. ფრიად დიდი ოჯახი დავტოვე არა ნაქირავებს სახლი და მაგრივ შევქმენი კომფორტი, მაგრამ გავაგრძელებ მაგ თემას, ხო? ავით მეგონი ამ შემთხვევაში მაგრამ არის, ხო? გავაგრძელებ დიდი აურზაური გამოიწვია ამ ჩვენმა მაგრამ და აბა ძალიან საინტერესო აურზაურია, იმიტომ საკმაოდ კონტრინტუიტიული ცნება არის და ის ჭირდება პრაქტიკაში გამოყენება ჭირდება მაგ დას და მაგრებს და თან რა ქვია მაგას benefit of doubt ინგლისურად და მოკლედ რო ჩვენ თავში რო ჩავიხედოთ საკმაოდ ისე იყო რაღაცნაირად სწრაფად ავხსენი და არც თუ ისე კარგად ჩამოვაყალიბე მაგ სავარჯიშოს არსი და კონტექსტი რა და ამიტომ ცოტა შეიძლება ისე გასაგები არ იყო თუმცა ნუ რა მნიშვნელობა აქვს მაგას და ეს თემა რო გავაგრძელო ამ ბინის ისევ თემა კიდევ ერთი ერთი მხრივ გიჟური საქციელი მოვაყოლე მაგას ოღონდ უკვე რავი 8 წლის შემდეგ ბინა რომელშიც ეგეც გახსოვს, მაგრამ ნუ იდეაში ბინა რომელშიც ცხოვრობდი, გავყიდე და იგივე ბინა ახალი პატრონისგან უკან ვიქირავე რა. ეგ სხვა შეიძლება ფინანსურად ბევრად უფრო აზრიანი გადაწყვეტილება იყო, ვიდრე გონიბრული რამდენად იყო ეგ არ ვიცი. საბოლოოში მაგ ბინის ისტორია დამთავრდა არა სახარბიელო, თუმცა მე კმაყოფილი ვარ როგორც დამთავრდა, იმიტომ რომ ნუ მოკლედ დამთავრდა არ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი ეგეთი იმ ბინასთან მიმართებით ეგეთი უცნაური ტრანზაქციები მაქვს ჩატარებული. აუ სხვა შორის ჩემ თანამშრომლებს, მეგობრებს რო უთხარი, რომ ბინა გავყიდე და უკან ვიქირავე თქო, აი საოცარი ისტორია. კარგა ხანი ყდებოდნენ სიძროებში. ეგეთი რამე ვაფშე არ გავგიოდა, მეთქი რა ვიცი, ეს არის რა, ლიზბექია თქო რა და ეგ ყველაფერი ვიცითო ფინანსებში როგორ კეთდება, ბალანსში წერა, როგორ აისახება ეგ ვიცი, მაგრამ შენ რატო გააკეთებ? ნუ მეთქი ეგრე ჩავთვალე, რომ ეგრე უკეთესი იყო რა. ამ თავს რო გუშინ მაშვებოდი დიაგონალზე რო კითხულობდი მოსამზადებლად, რა ეს არავინაა გიჟი. ძალიან მაგარი ფაქტი ამოვიკითხე ერთი, რომელიც არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა, რომ 1900-იან წლებში 65 და მეტი ასაკის მამაკაცები წარმოადგენდნენ მთლიანი სამუშაო ძალის 50%-ზე მეტს. და 2010 წელს, ხო, ანუ 1940-იან წლებში ამერიკაში 65 წელი და მეტი ასაკის მამაკაცები წარმოადგენდნენ მთლიანი სამუშაო ძალის 50%-ზე მეტს. და 2010 წელს იგი მაჩვენებელი იყო 22%. ანუ პენსია, საპენსიო დანაზოგი და ცნება პენსიის, აი ეხლა რაც არის საპენსიო ფონდი და ასეთი რაღაცები არის ახალია შედარებით. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის თემა. შესაბამისად, მანამდე რახან პენსია არ იყო, ხალხი მუშაობდნენ სიკვდილამდე და რახან სიკვდილამდე მუშაობდნენ, ანუ ფაქტობრივად მუშაობდნენ სანამ არ მოკვდები. შესაბამისად 65 და ზევით ეხლა რაც საპენსიო ასაკად იცვლება, ის ხალხი კაცო სახში არ იჯდა რა, მუშაობდა და შესაბამისად სამუშაო ძალაში იყო ეგ ყველა რა და ანუ
ასაკიც მოკლედ ისეთია რა, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა, რომელიც საერთოდ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეგ შეიძლება ყოფილიყო ეგრე. მაგ კონტექსტში ეხაც არ დავფიქრებულა მაგ კონტექსტში მე უცბად გამიკვირდა მე საერთოდ წავედი იმისკენ რა ქვია მას სიცოცხლის ხანგრძლივობისკენ უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე რომ ამ ასეთი ხანგრძლივი იყო 40-იან წლებში სიცოცხლე რომ 65 პლუს ასაკის მამაკაცები იყვნენ ნახევარი თუნდაც სამუშაო ძალის კიდე ერთი საინტერესო მომენტი სიცოცხლის ხანგრძლივობა სტატისტიკურად რომ გაახანგრძლივდა რეალურად გახანგრძლივდა იმის ხარჯზე რომ შემცირდა ნაადრევი სიკვდილი და არაფერი არ გაუმჯობესება მნიშვნელოვანი არ არის ვადასთან რამდენსაც ცხოვრობთ ადამიანები ეგ კიდე მეორე საინტერესო ფაქტი იყო რომელიც საერთოდ სხვა წიგნიდან ამოვიკითხე ეგ ვერ გავიგე უნდა ანუ ნახე შეხედე მაგალითად თუ მოსახლეობაში 5 წლამდე ბავშვები სიკვდილიანობა არის მაღალი ხო სტატისტიკას ეგ გააფუჭებს რა კუთხით რა რომ ვიღაცეები რო არიან 80 წლამდე რო ცოცხლობენ და ვიღაცა რო 5 წლამდე ცოცხლობს მნიშვნელოვნად დაწევს მათემატიკურად საშუალო სიცოცხლეს როგორც კი შენ ბავშვების სიკვდილიანობას მოაგვარებ ავტომატურად მათემატიკურად საშუალო ასაკი ძალიან გეზრდება რა როგორც კი ომებს გაწევ მაგალითად ხო და უკვე ახალგაზრდა ხალხი რომელიც ომში მიდის აღარ ნაადრევად აღარ უკვდება საშუალო ასაკი გიუმჯობესდება მოსახლეობის ჯამში მაგას შენ დაუმატე ეხა კიდე სახიფათო სამსახურები ხო რომელშიც აუცილებლად ახალგაზრდები შრომობენ იმიტომ რომ ფიზიკური ძალა ჭირდება მაგალითად მაღარო ანუ განვითარებულ სამყაროში ნახშირით ელექტროენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვნად არის დაწეული შესაბამისად მაღაროში მომუშავე ხალხის რაოდენობა არის დაწეული და შესაბამისად იქ უბედური შემთხვევების რაოდენობა იმიტომ რომ აღარო თავისი იმითი ცოტა უფრო სახიფათოა და შესაბამისად ეგ მათემატიკურად აუმჯობესება თორე ეს სხვა თანაბარ პირობებში რო აიღო თუ რაღაცა მანქანა არ დაეტაკებოდა ან ომში არ მოკვდებოდა ან რაღაცა ვირუსი რომელიც ანტიბიოტიკი არ ქონდა და მანამდე ვერ კუნავდით და არ მოკლა ადამიანზე ესე უბრალოდ საშუალო ასაკის სიბერე შეულებად ბერდებოდა ხალხი ბაშინ არა ეგ მესმის ხო თუმცა ეხა ეს რაც შემოთვალე მაგას მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი არის ჯანმრთელობის და ჯანდაცვის სისტემასთან მიმართებაში ანუ ჯანმრთელობის კუთხით რეალურად რა გარღვევებიც გარღვევები გვაქვს უფრო მეტად ვირუსების დამარცხების ვიდრე ჯანსაღი ცხოვრების კუთხით სიცოცხლის ხანგრძლივობის გახანგრძლივების მე მესმის და თან ფლად კარგად არ მესმის იმიტომ რომ პირობითად ანტიბიოტიკი რო ავიღოთ, რავი, მარტივად პენიცილინი. ვირუსი არის ეგ, ანტიბიოტიკი არის ვირუსის დამარცხებისთვის, მეტი სხვა არაფერს არ აკეთებს ანტიბიოტიკი. არა, მესმის ლევან, მაგრამ მაგან ხო გაახანგრძლივა სიცოცხლე. რადგან ნაადრევი აქ სიკვდილიანობაში ამცირა და არ გაახანგრძლივა სიცოცხლეს, მაგას გულისხმობ. სიცოცხლის კი ერთი და იგივე არის, ნახე? სხვა კი ერთი და იგივე არის. გაახანგრძლივა სიცოცხლე ერთი კონკრეტული ინდივიდისთვის, მაგრამ სხვა რამეს გულისხმობ. კი, მათ შორის ოპერაციებში, ანუ ქირურგიულ ჩარევაში რო დავხელოვნდით ხო, სიტყვაზე ვიძახი, იარაღით ნასროლი გადარჩენა რო ეხა უფრო მეტად შეგვიძლია ვიდრე ადრე შეგვიძლია, კი სტატისტიკურად 30 წლის ასაკში ვიღაცა თუ დაჭრეს და ეხა თუ გადარჩენა შეგვიძლია და ადრე არ შეგვეძლო, კი ის ადამიანი გაუმჯობესებს სხვა რამეს გულისხმობს, სხვა თანაბარ პირობებში, თუ არავის იარაღი არ ესროლეს და არავის ვირუსი არ დაემართათ ხო, უბრალოდ იმიტომ რომ უფრო კარგად ვუვლით თავს და უფრო კარგად ვიცით ჯანმრთელი ცხოვრების წესით როგორ ვიცხოვთ ან რაღაცა მსგავსი მაგის გამო არ გაგვიხანგრძლივებიათ ხო სიცოცხლის ხანგრძლივობა მაგრამ გავანებოთ მაგას გადავდოთ თავის სხვა რამე მოდი მაგაზე ცალკე ეპიზოდი გავაკეთოთ კი საინტერესო განსხვავება არის მაგრამ ოკეი გავანებოთ მაგას თავი რა ხო და ეგ ნაწილი საპენსიო ასაკის იყო ძალიან საინტერესო და ეხა გამახსენდა კიდე ერთი მომენტი თუ იცი შენ ლატარიას ვინ ყიდულობს ყველაზე მეტად რა ღარიბები. ხო, ყველაზე მეტად ლატარიას ყიდულობენ, ყველაზე დაბალ შემოსავლიანი ხალხი რა. და ამერიკის სტატისტიკა იყო რა ძალიან საინტერესო იყო, რომ წელიწადში ეგ ოჯახები, ყველაზე დაბალ შემოსავლიანი ოჯახები ლატარიისთვის ხარჯავენ $412. და ამავდროულად რომ გამოკითხეს ამერიკის მოსახლეობა და რომ კითხეს რომ ვის შეუძლია საჭიროების შემთხვევაში $400 უცებ გამონახოს ძალიან დიდ პროცენტს არ შეუძლია ეგ რა და როგორი პარადოქსი არის რომ ლატარიაში ხარჯავს სადაც ერთიდან ალბათ მილიონიდან ერთი შანსი არის შეიძლება რომ მოიგო და ეგ ყველაფერი არის რაღაცნაირი კონტექსტი რა და მან მე რომ ჩადიოდი რატომ მინდა რომ ემპათიურად გაუგო ამ ადამიანზე რატო შეიძლება რომ ცოტა თითქოს ჩვენთვის გასაკვირი იყოს ეგ ამბავი რა ჩემს არ არის ვაფშე გასაკვირი მე მეთახმები ღარიბ ადამიანს რომელიც ლატარიას ყიდულობს
ხო, მესმის უბრალოდ არარაციონალური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უარეს შვება რა, ეგ არ ეხმარება მას საერთოდ იმაში რომ გამდიდეს. ანუ მაგას გულისხმობ, რომ გიჟი არავინ არ არის საპასუხოდ არის, რა თქმა უნდა და გიჟები არ არიან და ამავე დროს რა გულისხმობ არის ის რომ გასაკვირი არის, იმიტომ რომ მაგრამ არ იცის ეგ რა, მაგას ფინანსურად არარაციონალური ქმედება. ზოა ყველანა კუთხიდან არარაციონალური ქმედება, იმიტომ რომ არაფერში არ დაეხმარება რა ეგ ამბავი რა. ანუ მეცაც ვიტყვი ლატარია თუ მოიგო უარეს ალბათ ეგეც ხო იცი ეგ სტატისტიკა რომ ყველა ვის ლატარიას იგებს აბსოლუტურად ყველა თითქმის არის უცნაური სტატისტიკა. არ არის უცნაური, ეგ არის. შენ როდესაც ფული აი ეხა ნახე ფულის ფსიქოლოგი, როდესაც შენ არ იცი ეგ როგორ მუშაობს. ხო. შენ ფული ვერ გეხმარება. დახარჯავ უბრალოდ. კი, ეგ მესმის. მაგარი თემა რამაც ეხა ამავე დროს პროსტა მოიტანა თემა და ბარემ მაგას ყველაზე მეტად რაც მომხვდა ეხა მეორე წაკითხვის დროს იცი რა იყო რომ გზა გამდიდრებისკენ არ არის შემოსავლის ზრდა. ჩემ წინა ეპიზოდში ხო გახსოვს ლაპარაკობ შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებული ვარ თქო და ეხა ძალიან ნათლად დამენახა რა სუ ქრონიკულად შემოსავლის ზრდაზე ვარ ორიენტირებული ვერ ვიტყვი რომ ცხოვრებაში შემოსავალი არ მეზდება და ამავე დროს სიმდიდრეს და დოულას ვერ მივახციე რატო ეგ არ არის ფუნქცია მაგისი არის სხვაობა რამდენს ხარჯავ და რამდენს შოულობ. ანუ შეიძლება ვიღაცა შოულობდეს ჩემზე ორჯერ ნაკლებს, მაგრამ თუ სამჯერ ნაკლებს ხარჯავს, ჩემზე მდიდარი იქნება საბოლოო ჯამში ვიდრე მე. და ეგ არის თვალის ამხელი ფაქტია, მაგათო ვთქვი 20 წელს ძალიან კარგად და ყურადღებით შეკუთარ ცხოვრებას თუ დააკვირდები, მიხვდები რომ შენი ხარჯვის უდიდესი ნაწილი რაღაცნაირ ჭკვიალა ნივთებზე გაგდახარჯული, რომელიც საერთოდ არაფერი საჭიროებას არ მოაქვს რეალური და სხვის მოსაწონად არის ნაკეთები და საცერში გაგატარებული უზარმაზარი შრომა, რომელიც ჩადებული გადა. ეგ თვალის ამხელი არის და მან სხვადასხვა არაზროს გვიანი არ არის, რომ შემოატრიალო და რაღაცნაირად რომ თურმე თუ გინდა რომ მდიდარი გახდე, თავარი ფოკუსი შენი უნდა იყოს არა რამდენს შოულობ, არამედ რა სხვაობა გაქვს შოვნასა და ხარჯვას შორის. ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ სუდა ნოლამდე ხო ვერ შეხვალ დახარჯვის შეუძლებელია რა. შემოსავლის და მნიშვნელოვანია, მაგრამ შენ თუ შემოსავლის დასთან ერთად არ ზრდი განსხვავებას შემოსავალსა და ხარჯ შორის, შენ დოულათი არ გეზდება რეალურად რა. და რამდენი მაგალითი იყო მოყვანილი წიგში, რომ უმდიდრესი ხალხი საცერში ატარებდა რა, მაგ ნაშრომს ასე ვთქვი. ხო, ახლა მან რაღაცა კუთხით მაგ თემაზე ორი ექსტრემია რა. ერთი არის საცერში გატარება და ექსტრემალური უბრალოდ მაგალითების საცერში გატარების რა. თუმცა ხო აი როგორ თქვა არც ვიცი რა. არ ვიცი, კითხვა არის საერთოდ დასასმელი რა. ჩემი გადასახეიდან კითხვა დასახმელი რა. რას ვეძახით სიმდიდრეს? რას ვეძახით მინდა ვიყო მდიდარის რა. მინდა მდიდარი ვიყო, იმიტომ რომ რატომ მინდა რომ მდიდარი ვიყო? იმიტომ რომ პირობითად ჭვიალა ცხოვრება მქონდეს, თუ მინდა ვიყო მდიდარი, იმიტომ რომ ეს დოულათი ну, შეიძლება ცუდი მაგალითია, მაგრამ დაუტოვო ჩემს შთამომავლებს. ხო, რატო უტოვებ? ანუ მან სხვა კითხვა არის, რეალური ჩემთვის რეალური კითხვა არის, მან უფრო რომ თვითონ ეგ სიმდიდრე რა შეიძლება მოგიტანოს რა და რისთვის რეალურად რო დაუკვირდე, რა გინდა ეგ ყველაფერი რა. სხვას თუ მოაწონო გინდა თავი, მაშინ საბოლოო ჯამში ხო, რასაც ჩოულობ ის შეგიძლია დახარჯო, იმიტომ რომ სხვა შეიძლება დაგინახოს და ამავე დროს ძალიან მაგარი მაგალითი არის ისევ ამ წიგნიდან, რომელიც ჩავინიშნე არის ის, რომ ეს თვითონ ავტორი მორგან ჰაუზელი მუშაობდა ზვირად ღირებული სასტუმროს ვალე პარკინგის ბიჭუნად რა, ანუ გასაღებებს რო უტოვებენ და როა იმაშვებიან და სყვებოდა პირად მაგალითს და ავი მე ჩემ მაგალითსაც მოყვები ხა მაგასთან დაკავშირებით რომ მოდიოდნენ ეს ხალხი მაგარ მანქანებით რა, ეს იძახდა რომ მე ყოველთვის ფიქრობდიო რომ რა მაგარი მანქანაა და როგორ იფიქრებენ სხვები ჩემზე რომ რა მაგარი ტიპი ვარ, როცა ეს მანქანა მყავსო და მე საბოლოო ჯამში თვითონ არასდროს არ მიფიქრია იმაზე რომ ის ტიპი რა მაგარია, ვის მაგარით მოვიდანო და ყველანი ეგრე ვართ. საბოლოო ჯამში მაგარ მანქანით რო ხედავ ტიპს ვიღაცას ადამიანს, ჩვენ არ ვფიქრობთ ის რა მაგარია. ჩვენ ვფიქრობთ ნეტა მე რომ მყავდეს ეს მანქანა, სხვები როგორ და არავინ არ ფიქრობს შენზე მაგ დროს. ანუ აპრიორი პარადოქსი არის, შენ რომ მაგარი მანქანა ყავს, არანაირ ღირებულებას არ გემატებს შენ სხვის თვალში. აბსოლუტურად. და აქედან გამომდინარე მაგას ვეთანხმებ. აქედან გამომდინარე სიგიჟია ეგ რა, ანუ ეგ სიმდიდრე არის ილუზია, ეგ არ არის სიმდიდრე საბოლოო ჯამში. და ამავე დროს ყველაზე მეტად ვისი გშურს
რომ გაიღვიძებე დილით და ნეტა დღეს რა მინდა რომ გავაკეთოთ რომ იწყებე და არა ვაიმე დედა რა აი კიდე ერთი მაგალითი არის რა ჯანდაბად გინდა როლექსი თუ ლანჩის დროს უყურებ მაგ როლექსზე რა ანუ რა გინდა როლექსი თუ ლანჩის დრო გაქვს დარხეული გაქვს თუ ლანჩის დრო გაქვს და როლექსით ნახულობ ანუ კიდე უფრო მეტად ძვირადღირებული მონაიჩითები იმიტომ რომ რა ვარია როლექს მიჩვეული ხარ რა მაგრამ ლანჩის დრო გაქვს თან ანუ ვიღაცა სხვა ბოდიში უნდა გავიდე და ვაიმე არ დავაგვიანო უნდა თქვა ლანჩიდან დაბრუნება და გიკეთია $20,000 საათი. აბა მიდი ეხა მან რო ვაიმე და შემთხვევით სამსახური დაკარგო მე რა ვარია? გეთახმებ ხო და ეგ არის მე ჩემთვის დოვლათი და სიმდიდრე რეალურად ეგ არის რომ რავი კი როლექსი მაგრად გამიხარდება იცი შენ საათები მიყვარს და ამავე დროს რავი თუ ლანჩის დრო უნდა ვაკონტროლო როლექსით ეგ ჩემთვის სიმდიდრე არის რომ ვიყავი მე რაღაც დონეზე როლექსის და პორშეს ვყავდა პრინციპში რო ვთქვათ როლექსის შემეძლო რომ მქონოდა რა და ამავე დროს ხო შესვენებაზე გავდიოდი და ვიცი რომ ეგ არაფრის მომცემი არ არის და პირიქით ჩემთვის რაც ამდენი ხანი რასაც დავსდევ და ამიტომ მომეწონა ეს ნაწილი არის რომ თავისუფლება მინდა მე რა რეალურად დამოუკიდებლობა მინდა მე ფინანსური მე არ მინდა ვიყო დამოკიდებული ჩემი ყოველდღიურობით ვიღაცებზე და ვიღაცაზე და მაგას არ მოაქვს ეგ არ მოდის შემოსავლის დიდ ეგ მოდის სხვაობით შემოსავალსა და ხარჯვას შორის და მაგიტო თქვი თუ არის ამხელი ეგ იყო თქო რომ თურმე მე რასაც ვეძებ არ არის შემოსავლის დაში რა გეთახმებ მაკუთხი ძალიან მნიშვნელოვანი პარადიგმის ტვინწყობის ცვლილების უდიდესი ნაწილი არის მაგ ძალიან მნიშვნელოვანი კი გეთახმებ მაგას ვერ ვედავები ორივენი მაგ წყალში ვარ შემოგივიდა შესული არა მე ვართ როგორ არ ვართ როგორ უნდა ვთქვა არ ვართ საერთოდ გონია რომ ეს ვარ ფუძემდებელი ვარ მაგ იდეოლოგიის ხარჯე იმაზე მეტი ვიდრე შოულობ მაგ იდეოლოგიის შემქმნელი ვარ მე თუ მკითხავ ოდესმე იტყვიან გივიმ შექმნა ეგ იდეოლოგიაო ხო და ნახე რა თემა რას ვიძახი იცი რომ რატო ვიძახი მაგას რომ გონია რომ ღირებული არის ჩვენთვისაც რომ საკუთარ ცხოვრებას შევხედოთ და ვნახოთ რეალურად ფულის ფსიქოლოგიას სად ვერ გაუგეთ ისე როგორც გასაგები არის რა და ამავე დროს მსმენელიცას რას ტოვაკეთებთ ხო რომ ანუ ამ იდეის გაზიარების არსი არის ის რომ რავი მე ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ ჩემი შემოსავლის დის ტრაექტორია იყო ცუდი ანუ მე ვერ შევაფასებ ჩემ თავს და ვერც ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ შენ იცი რა არ იცი შემოსავალი როგორ გაიჩინო არა მე თურმე არ ვიცი როგორ ხარჯო და რატო და რო უყურებ რატო ხარჯაო მე პირადად იქ შემიძლია დასვნა გამოვიტანო რომ ჩემი ხარჯვის აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი რა ქვია გარეგანი ვალიდაციიდან მოდიოდა და არა შინაგანი საჭიროებიდან და მაგაზე ვიწვდიე ბოლო მაგალითი რაც მაქვს იყო ეგ აი ყველაზე ბოლოს ნათლად რაც გამოჩნდა მაგალითი იყო რომ სოკარიდან რო წამოვედი რაღაცა დანაზოგები მქონდა და წავედი და მანქანად ვიყიდე Porsche Macan ნუ შემეძლო რა არც ესხი ამიღი არც არაფერი წავედი და ვიყიდე რა ახალი არა მეორადი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვიყიდე და საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა რომ თურმე ჩემი ფულის მართვა არ იყო იმ დონეზე რა დონეზეც უნდა ყოფილიყო რომ ვეღარ შევინახე მე ეს Porsche Macan მაგრამ ორი რამე გავიგე ერთი ეგ რომ თურმე Porsche Macan-ის უკაცრავად ერთი ადგილი მე არ მქონდა ეგ ერთი გავიგე და მეორე რაც გავიგე რომ არაფერი არ მომიტანა Porsche Macan-მა ის Mazda რომელიც მას მერე ვიყიდე უფრო კომფორტული არის უფრო პრაქტიკული არის და უფრო გამომადგა რა ანუ ორი ბავშვი უკან რომ იზის Porsche ზვირადღირებულ სკამებს რო ფეხებს უტყლაპუნებდნენ სულ სხვა ან ხო მიხდი რა თემა რა რა ხო ისაოცრებო არც არავის უფრო მეტად მოვეწონე როცა Porsche მყავდა რა და არც არავის ნაკლებად არ მოწონა როცა Mazda მყავს და დარწმუნებული რომ არც არავის უფრო ნაკლებად მოვეწონები სულ ფეხით ვიარო ან ავტობუსით ვიარო და ეგ ყველაფერი ღირებული რამეა გაცნობიერება რა ღირებული რაღაცაგაც მან იცი რა არის მე კი ჯერ ვარ საერთოდ უნდა ალბათ ეხა დავფიქრდი რომ ეგ არასოდეს არ გვითქვამს რა მე მგონი ეგ ძალიან ცხადად და ნათლად უნდა ვთქვათ რომ ჩვენ არ ვცდილობთ ვიქადაგოთ ჭეშმარიტება რა აზე არ ვარ ხო არა ეხა დავფიქრდი პროგრესიებულები ვარ სერიალი დავით ვარ ჩვენ უბრალოდ რაღაც კონკრეტულ იდეებზე ჩვენს შეცდომებს ვყვებით და ჩვენს თუნდაც კარგ გამოცდილებებზე ხო ეხა დავფიქრდი რომ უცებ არ გამოვიდეს ისე რომ რაღაცა ჭკუის სწავლების რეჟიმში ვარ მე გეტყვი ხო რატო ვთქვი ეგ რა მე რა მაქვს იცი შეიძლება
თავის მართლების მით მაგ რა ქვია საჭიროებით მაგ ეგ ამბავი მაგრამ აქ იცი რომ არ რაც არ გვაქვს გარანტირებული არავის არის ხვალინდელი დღე და ამიტომ ხანდახან კიდევ ერთ ხალხას ვიტყვი რა ხანდახან მე მანქანას არ ვატარებ ამიტომ მანქანა ალბათ ცუდი მაგალითი იქნება მაგრამ ნუ ხანდახან დღევანდელი Porsche მაკანი მერჩივნება იმიტომ რომ მენდომება რომ აი ეგ მაგ ჰორმონს რა ქვია დოპამინი ქვია მაგ ჰორმონს არ ვიცი ზუსტად დოპამინით მე მგონი დოპამინი ქვია მაგრამ ამიშობა რაღაცა X ჰორმონი რომელიც გისწორდება მინდა რომ აი დღეს გამოვიმუშაო დიდი დოზით ეგ X ჰორმონი პირობითად რა იმიტომ რომ ხვანიდელი დღე გარანტირებული არ მაქვს ანუ მე კიდევ ერთხელ ეს არ არის სწორი და არასწორი მიდგომის საკითხი რა ძალიან მაგარია, როდესაც ცხოვრებას ხედავ გრძელ ვადაში, როგორც ფინანსურ, არა მარტო ფინანსურს და მეორე მხრივ ხა მაგლოკით რომ ისჯელო ხა მე რაც თქვი, მაგლოკით შეიძლება არ სწავლა იყოს ლოგიკური გადაწყვეტილება. ხვანდელ დღეში თუ არ ხარ დარწმუნებული იდეაში რატომ ვითარდები და სისულელია მესმის. არა, სულად არ არის, ბალანსის ამბავი გონია რა. ბალანსი ზუსტად, ბალანს ამბავია, ხანდახან სიტყვა იყო, ჩემი მხრიდან მნიშვნელოვანია. აი ზუსტად, ხანდახან აბსოლუტურად გეთანხმები, ხანდახან მაგით თქვი რა მე არ ვთვლი რომ ეს ცხოვრების წესი არა მე როგორ მიმაჩნია იცი აი მაგ კუთხით რომ თქვი რომ ანუ Porsche მაკანი პირდაპირ ვიძახი რომ კიდე ვიყიდი რა მოვა დრო ოღონდ უკვე ამ შემთხვევაში ფულის ფსიქოლოგია რო კარგად გავიაზრე იმ გადმოსახედიდან და მე რატო ვახსენე რომ მე არ ვარის მე მიყვარს მე მომწონს ეგ მე კარგი ჩაცმაც მიყვარს კარგი ჩაცმა ამ კუთხით რომ მიყვარს მე მაგას არ გულისხმობ და ამავე დროს რასაც მინდა რომ გავთვალისწინო რომ ეგ ყველაფერი კიდე უფრო 1000 შემეძლო რომ მქონოდა სწორად რომ გამეგო თავის დროზე თურმე რა იყო სიმდიდრის წყარო. ანუ მე მართლა გულით მეგონა რომ სიმდიდრის წყარო შემოსავლის დაიყო. მე ესმის. ეხლა გავიაზრე, მართლა გულით გავიაზრე, რომ მათემატიკურად უტოპიური რაღაცა არის იგა რა. ანუ ერთადერთი გზა რომ შენ დოლარი შექმნა არის რომ დელტა გაზარდო შემოსავალსა და გასავალს შორის და თუ ამავე დროს გინდა რომ ფინანსური დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვო შემოსავალს უნდა აგენერირებდე მაშინაც კი როდესაც შენ გძინავს. ანუ რაღაც რობერტ კიოსაკიში არის ეგა პასიური შემოსავალი. ანუ რეალურად დიდარი ადამიანი, ანუ wealthy რასაც ეძახიან ინგლისურად, ანუ ის რომელიც თავისუფალი არის მაგ კუთხით, ისინი რეალურად რო არ იმუშაონ, მაინც თანხა სიმუშავებენ ამბავია. შემოსავლის დროს ვერ ყიდულობ, მაგრამ დოვლათით დროს ყიდულობ, ესე რომ მაგას ზუსტად დროს ყიდულობ აღარ გიწევს ხარჯვა დროს იმიში რომელიც არ არის დროს ვერაფერს ვერ ყიდულობ ის მაინც ა ეგ ვიგულისხმე რა ანუ დროს იყენებ იმაში რასაც შენ გინდა ეხლა ძალიან უცნაური მაგაზე ვფიქრობდი ეხლა დღევანდელ შეხვედრამდე მაგაზე ვფიქრობდი და ერთი ეგეთი აზრი მომივიდა რა შენი დოვლათიც ვიცი ასე თუ ისე და ჩემი დოვლათიც ვიცი ასე თუ ისე და ნუ მოდი შევთანხმდეთ რომ დროის ყიდვის საშუალება არ გვაქვს რა მაგრამ ხოი საოცრებავ და დროს ხარჯავთ ეხა მე და შენ იმაში ყოველში მოდი ჩემ თავზე ვიტყვი შენ არ დაგაბრალებ ხარჯავ დროს იმაში რაშიც დავხარჯავდი რომ მქონდეს დიდი დოვლათი რას გავაკეთებდი რომ მქონდეს უზარმაზარი დოვლათი ზუსტად იგივე წარმატებით დაავჯდებოდი და აი ვისაუბრებდი შენთან ერთად წიგნების შთამაგონებელ იდეებზე რა. ხო ჯერს მინდოდა მეთქვა და ეხა თქმა არ ვიცი რამდენად ადეკვატურია, მაგრამ ეხა ვიტყვი რა. ჩვენ რას გთავაზობთ იცით? ჩვენ გთავაზობთ რომ შემოგვიერთდეთ ჩვენს აზრში რა. შთავაგონოთ ადამიანებს განვითარება პროფესიული და პიროვნული. და ამიტომ გთავაზობთ რომ სრულიად უფასოდ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ეპიზოდები. ხო ჯერს მიუხედავად ისა მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ რა და თუ არ მოგეწონათ დაწერეთ კომენტარებში მაგასთან პრობლემა არ გვაქვს მაგრამ თვითონ მოწონების ფაქტი რა მნიშვნელობა აქვს მოგეწონათ თუ არა მოიწონეთ რა ხო აი მინდოდა მეთქვა და ვერ ჩავაყოხე წინაჯერზე რა სად ვიყავით და სად ვართ სანამ მეავრებდი დროის დახარჯვაზე იქ სხვათა შორის მეც მქონდა რომ რაში და ამავე დროს ამინდა იცი ხო გააგრძელე თუ დაასრულე არ ვიცი მაგნაც არ ვიცი მე გადავერთე და არ მახსოვს რა თემა არის იცი რომ ხარჯავ დროს ამაში და ზუსტად მეც ეგ რაღაცნაირად ამომინათა რომ კი მაგრამ ხო აკეთებ ამ ყველაფერს და ამავე დროს კი
კი, უბრალოდ სხვა კუთხით ვიძახი რა, რომ ანუ ფინანსურად დამოუკიდებლები ჩვენ არ ვართ, თუმცა დროში მგონია რომ მივდექით და მოვახერხეთ რომ თავი დავადეთ უბრალოდ რომ იმას ვის იკეთებაც გვიყვარს, გამოუძებნოთ დრო, გამოუძებნოთ უბრალოდ დრო. ჩვენ ამ კუთხით ახლა მე არ იყო ეს შორი წარსული რომ არ გვახსოვდეს ან ერთს ან მეორეს, მე ვთვლი რომ რაღაცა კუთხით კი არ გავრისკეთ, მაგრამ აი რაღაცა კუთხით პრინციპში შენ რასაც ხადაგებდი ეგ გავაკეთე რა, უბრალოდ ვიმოქმედეთ. თორე ას ერთი შეხედვით არანაირი ფინანსური არგუმენტაცია იმისი რომ დავსხეთ ეხა ჩვენ და ვისაუბროთ, ხო, ეგ არ ყოფილა. ამიტომ ხო, მე მგონი კარგი იყო და ნუ შეიძლება საბუჯამში რაღაცა სიმართლე გითხრა მე მგონია რომ უკვე გამოდის, იმიტომ რომ ისევ დავბრუნდები სტატისტიკას ხო უყურებთ, ხალხი თურმე გვიყურებს და თურმე არც ისე სტატისტიკას რო თავი გავარკვევთ, რამდენად სიამოვნებს მე. ხო, მე ვამბობ რომ ღირებულებას ქმნის თქო. ერთი წამი არ მეზარება ამის კეთება და ხო რა. ერთი რამე გამახსენდა ამ იმაზე რა ქვია, ეხლა რაზეც საუბრობდით რა. კურტ ვონეგუტს უთქვია თავის მეგობრისთვის, ჯოზეფ ჰელერისთვის რა. ასე შეკრებაზე იყვნენ მოკლედ ვიღაც დიდარ ადამიანთან კურტი და ჯოზეფი? კურტი და ჯოზეფი, ხო და ძმების. კურტს უთქვია რომ შენი ძე რომ ჩვენო მასპინძელმო? ეგ ისტორია მახსოვს. ჰეჯ ფონდის მენეჯერი ვიძარიო, იმანო ერთ დღეშიო იმაზე მეტი შოვა ვიდრე შენ. მახსოვს ეს. თელი შენი როიალტი გაგებული საავტორო ჰონორარისა და იმან გენიალური რამე უპასუხა იცი? იცი მე რა მაგ რაც იმას არაა, ხო? ხო და რაღაც მახსოვს და ვერ ვიხსენე. ჩემთვის საკმარისია. ეგ ვაფშე გენიალური კონცეფტია. ეგ ზუსტად მანდ მიდის რა, რომ ანუ დელტას ამბავია, რა შენ თუ ერასდროს ვერ კმაყოფილდები იმითი, რასაც შოულობ, ვერასოდეს შენ მდიდარი და ვერასდროს ვერ შეიქმნი სიმშვიდეს. ანუ შენ ფინანსურ სიმშვიდე და დამოკიდება არასდროს არ გიქნება. შენ თუ ყოველ ჯერზე მიჯაჭვული იქნები, რომ მე ხა თუ შემდეგ წელს კიდე 10 მილიონი, 20, 30, 40 არ გამოვიმუშავე, რანაირად ხარ დამოუკიდებელი და თავისუფალი. მე არ ვიძახი რომ არ გამოიმუშაო, ღმერთმა ხელი მოგუროს, გქონს გინდა, რამდენის გინდა იმდენი იშოვე. მაგრამ თუ შენთვის საკმარისის ცნება არ არის და მაგ ყველაფერს კიდე იმიტომ აკეთებ, რომ ფული იშოვო. არ ამგონია, რომ საინტერესო და შვიდი იყოს შენი ცხოვრება, თუმცა მოდი ჯერ ნახოთ, ცადო თუ. არა, ვიცი რა, მანდ ცოტა ისეთ განაცხადს ვაკეთებ, მაგრამ მანდ მე ზუსტად მე პირადად საკმაოდ ჩამოყალიბებული ვარ რა. გეტყვი რატო ვარ ხა. ჩემ ტვინში პრინციპში დიდი ხანია სიტყვა ბედნიერება გადაითარგმნა შინაგან სიმშვიდედ რა. მან ძალიან, როგორ თქვა, ძალიან მყარად ვარ მაგ ხო აი შევასყდები ამ თემაზე რა. მან ძალიან მყარად ვარ, ნუ დავაკვირდი და აღმოვაჩინე რომ აღმოვაჩინე ცუდ სიტყვაა, მაგრამ დავაკვირდი რომ ყველაზე ცუდად ვარ მაშინ როდესაც შფოთავ. ანუ ოღონდ არ ვიშფოთო და პრაქტიკულად ყველაფერზე მზად ვარ, ესე შევხედოთ რა. და ამიტომ შინაგანი სიმშვიდე არის ჩემთვის ბედნიერება. ანუ ყველაფერი რაც კი ჩემ შინაგან სიმშვიდეს ხელს უშლის, იქნება ეს გაღიზიანება რაღაცაზე, თუ იქნება ეს აზარტში ყოფნა, რომ აი მეტი უნდა გავაკეთო, მაგის მიმართ ძალიან ისეთი დამოკიდებულება მაქვს. ნეგატიური ასე ვთქვა. ნუ შედეგი სახეზეა, ფაქტია, რომ მაგას დიდი დოვლათის შექმნას მეტი აგრესია ჭირდება და არა შინაგან სიმშვიდეზე კონცენტრირება, მაგრამ ნუ არ ვიცი, ხა მართალი ხარ იმაში, რომ მოდი ვნახოთ, იქნება მეტი დოვლათის ხათრით შინაგან სიმშვიდე დავთმო, მაგრამ ნუ დღევანდელი გადასახედიდან იმ პირობებში, როდესაც პრინციპში უნდა ვიყო იმ სლაზე რომ მოდი დიდი დოლარი შევქნათ, იმდენად მომწონს როგორ გზნობ შინაგანად თავს, რომ ის ეგეთი მაგარი მიმზიდველი აღარ არის რა ჩემთვის რა. ანუ ძალიან მიმზიდველია, ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ არის ის რაც არ მაძინებს ღამე, მოდი ესე ვთქვა. ანუ აი ეგ არის, არ მაძინებს ღამე. აი მაგიტო ვთქვი, რომ მე სხვა შორის რა მაგითი გავტესტე ჩემ თავთან მნიშვნელოვანი რაღაცა აი ამ პოდკასტზე და ჩვენ საქმიანობაზე ვლაპარაკობ რა. რომ დავფიქრდი, რომ ეხა რომ მომცე, ნუ პირობითად ვთქვათ, ეხა რომ აღმოვაჩინოთ, რომ
ვარ, ნუ მაგალითად 100 მილიონი დოლარის net worth-ი ქართულად როგორაა? დოვლათზე, ხო, წმინდა დოვლათი 100 მილიონი დოლარი. რას გავაკეთებდი? მაინც ამას გავაკეთებდი, მაგას ვამბობ რა. ამიტომ პრინციპში ეხა თუ ამას ვაკეთებ, გამოვიდა რომ უკვე ვიცი სამყოფი რამდენია ჩემთვის რა. მე არ ვამბობ რომ მეტი არ მინდა, მაგრამ მე იმას ვამბობ რომ დღეს რაც მაქვს, ჩემ თავთან გამოდის რომ ჩემდაუნებურად შეთანხმებული ვარო, it's enough. კი, მაგრამ ნახე აქ მე ერთი ორი რამე მომიტივდა და გაგიზიარებ. ერთი არის რომ ჩვენ ამას კი ვაკეთებთ და ამავე დროს ჩვენ რო სხვა შემოსავლის წყარო არ გქონდეს. არ ვიცი რამდენად ამას შეიძლება ის ამის კეთება ისე გვაგვეგზელებინა, მაგრამ შინაგანად ამდენად სიმშვიდე გექნებოდა, არ ვიცი თქო, იმიტომ რომ მაინც რაღაცა cashflow გინდა, ანუ ჩემი გაგება, გააზრება რაც არის ამ საკმარისის, რაც ჰელერმა ესე ვთქვათ, უთხრა და რაც მომეწონა აქ არის ის, რომ შენ რო შფოთი არ კონდეს ხვალინდელ დღეზე, ფინანსური კუთხით ხვალინდელ დღეზე, შენთვის საკმარისი ცნება უნდა კონდეს, ანუ შენ უნდა იცოდე რომ მე ეს ეხა რაც მაქვს და რაც მაქვს ის მოდის ისე სულ რომ მე რო არ გავსკდე ან რავი ჩემი საყვარელი საქმის კეთებით მოდის მაშინ შენ მშვიდად ხარ და შფოთი მაგისი არ გაქვს რა აქ საუბარი მაგაზე ანუ მე რაც გონიც რომ მე და შენ როგორც კი ამის კეთებით გავიჩენთ იმ შემოსავალს რაც ჩვენთვის საკმარისი იქნება მანდ მგონია რომ სრული ფინანსური კუთხით სრულ სიმშვიდეში მიხვალ თქო ეგ მომენტი მომივიდა მე არ მინდოდა მე თქვა რომ რა ქვია 60-ში ვარ და იდეალურად ვარ მაგის თქმას არ გეგმავდი რა რა თქმა უნდა გეთახმები აბსოლუტურად რომ შემოსავალი რო არ მქონდეს მე იმის მაგივრად რომ ეხავ საუბრობდე აქ შენთან ერთად ვეცდებოდი რომ რაღაცა სხვა გზებით მიმეღო შემოსავალი იმიტომ რომ ამ საუბრით შემოსავალს მე და შენ არ ვიღებ ხო ჯერ რა თქმა უნდა მაგრამ იმის თქმა მინდა გეთახმები მაგაში კი მე უბრალოდ ვიგულისხმე რომ იმ შემოსავლის დონე რაც დღეს მაქვს რომელიც არ არის ფანტასმაგორიული ესე რომ შევხედოთ შვიდად შემიძლია ვიждე შენთან ერთად და ამით მაგის თქმა მინდა რომ არ მჭირდება 100 მილიონი მაგისთვის თქო მაგის თქმა მინდა რა მეც მაგამდე მივედი და ამავე დროს ხომ მე მჭირდება ის შემოსავალი მოკლედ დამოუკიდებლობა არა გვაქვს და ეგ გონია რომ ეგ არის კრიტიკული ამბავი. ეგ არის ის მათქრევინებს იმას რომ მათქრევინებს იმას რომ ხო ფულის ფსიქოლოგია არასწორად ქონდა გაგებული თქო. არა, მაგაში გეთახმები, ლევან, დამოუკიდებლობა რო არ გვაქვს ეგ ცალსახაა და ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ყველაზე დიდ შეცდომად რაც შეუძლია ჩემ თავს ჩაუთვალო განვლილი 25 წლიანი დამოუკიდებელი პირობითად დამოუკიდებელი 25 წლიანი ფინანსური ცხოვრების არის ის რომ მე ვერ მოვახერხე ვერც ერთ ეტაპზე შემექმნა თუნდაც საფუძვლები დამოუკიდებელი ფინანსური მდგომარეობის ესე ვთქვათ რა. ეგ სალსაღად. ეგ არის ულაპარაკო საკითხი რა და მაგის წყარო მგონია ის რომ ორივენი ვიყავით თავიდანვე ფოკუსირებული იმაზე რომ შემოსავალი გაგვეზარდა და არა გაგვეზარდა გეფი შემოსავალსა და ხარჯვას. მაგაში გეთახმები 100%. ეგ არის ძირითადი წყარო მაგის. ჩვენ რეალურად წარმატებას მივახციეთ შემოსავლის დის კუთხით. ჩვენ წარმატებას ვერ მივახციეთ გეფის ანუ დელტას კუთხით, ხალხის კუთხით. ვერანაირად. ეგ არის თემა რა. ანუ იმ რეალურად თემა ეგ არის მაგის ამაზე, მაგრამ ამავე დროს რა იმასაც აი ხო ბოდიში აქ ამბობს რა, ხო უბრალოდ ის ამბობ მე შენი არ იყოს რაღაცები ამოწერილი. აქ ეგეთი ციტატა და პატივცემულს რა, რომ ფინანსურ საკითხებში წარმატების მიღწევა ნაკლებად არის კავშირში რამდენად ჭკვიანი ხარ რა. ხო, ის არის პირდაპირ კავშირში როგორ იქცევი. ხო და ეგ არის ძალიან სწორი რაღაცა რა, ანუ სინამდვილეში ფინანსურ წარმატებას არ ჭირდება ასტროფიზიკოსობა, იმიტომ რომ ჩემ თვალში ასტროფიზიკოსობა ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური რაღაცაა, ხო? ანუ უფრო ქცევის და უფრო დისციპლინის და უფრო ჩვევების ამბავია რა. ეგ ნამდვილად ეგრეა. ამავე დროს ეხლა ის მომენტიც არ მინდა რომ გამოვტოვოთ რა. მართალია ჩვენ კი გვიყვარს რომ ყველა წარმატებას ჩვენ სიჭკვიანეს მივანიჭებთ ხოლმე და სხვის წარმატებას შეიძლება იღბალსაც კი მივანიჭოთ, მაგრამ ამავე დროს ისევ ის კაი თემა არის რომ რობერტ შილერს ვკითხეო. კითხვა არის ესეთი
რა გინდა იცოდე ფულის დაბანდებაზე ისეთი, რასაც ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ. და პასუხი იყო გენიალური. იღბალის ზუსტი როლი წარმატების შედეგში. ეგ არ მახსოვდა, მაგრამ და მე ყვება, ხო და ანუ მე ყვება რამოდენიმეჯერ ამ წიგში რაღაც ბილ გეიტსი სადაც რამორ სკოლაშიც დადიოდა. კომპიუტერი მარტო იყო მარტო იქ. ანუ რაღაცა ერთი უზარმაზარი შანსიდან იყო რომ კომპიუტერი იყოფილიყო და მილიონში ერთი სკოლა იყო. ხო რაღაცა იგითი რა და შესაბამისად იქ ნაწილი რა, იქ ნაწილი, მაგრამ არა მარტო რა, ანუ ბევრი სხვა იქ ფლაცილება იღბალი არის ყო ბილ გეიტსმა ძალიან ბევრი შრომა დახარჯება, მაგიტო ცოტა ის მაქვს ხოლმე რა, ანუ კი იღბალიც არის მან რა თქმა უნდა და ამავე დროს იმ კაცმა უზარმაზარი იშრომა და მაგრამ მე მეორე ისტორია მოვაყალა ხო მაგის თანაკლასელი მეგობარი რომელიც ასევე გენიოსი იყო კომპიუტერებში და სამწუხაროდ რაღაცა მთაში ჰაიკინგის დროს თუ რაღაცას რომ დაიღუპა ხო ისიც რაღაცა საოცარი სტატისტიკური ალბათობა იმისა რომ ეგეთ რამე მომხდარიყო. აი საერთოდ ეგ მეგონი პირველი პარტნიორი იყო გეიტსის. მისი პირველი პარტნიორი კი. ეს უნდა ყოფილიყვნენ ეგ ორნი ეხა და არა სამნი ეგ პოლალენი ეგ უნდა ყოფილიყვნენ ეს და მე გამახსენდა იმიტომ რომ ეგ ხო კი რისკი და იღბალი ორეულები არიან მოაყოლა ეგეთი ციტატა რა იღბალი მე ჩემი აზრით ძალიან დიდი რაღაცაა რა ოღონდ იღბალი ცოტა არ მომწონს როგორც კონოტაციურად როგორც გამოიყენება იღბალი რა აი დავით შეიძლება მე მეჩვენება კაცო და შენ სხვანაირად ფიქრობ და ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ მაგრამ იღბლიანი ტიპია რო ვამბობთ რა ძირთადად არ გულისხმობთ მაინდა-მაინც პოზიტიურ კონოტაციაში არ ვამბობ. თითქოს ვამბობთ, რომ ჭკვიანი კი არ არის, შრომები კი არ არის, იღბლიანია. და ეგ საერთოდ არ აღვიქვა მეგრე რა, საერთოდ არ მესმის ეგ. არა, აქ რაზე მაქვს ხოლმე, იცი მე ის რა მომეწონა აქ და თვითონ ამ ჰაუსელსაც რა ისა აქ, ხო რომ ანუ წარმატებაში მხოლოდ ვიღაცის სიჭკვიანი და სწორი ნაბიჯები რა თქმა უნდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მაგას და არავინ არ უარყოფს და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს იღბალს იმ კუთხით რომ ალბათობას რა ანუ კონტექსტი როგორ დაგილაგდა რა და ზუსტად იგივენაირად წარუმატებლობაშიც შეიძლება საერთოდ არ გაეკეთებინოს სულელური ნაბიჯი და ამავე დროს რავი კონტექსტი ისე ამოტრიალდეს რომ ნუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა რავი როგორც ის რავი ბილ გეიტსის მეგობარი ვებო გარდაიცვალა ან არ ვიცი რაღაცა მოხდა ისეთი რომ არ წავიდა საქმე ისე როგორც უნდა წასულიყო რა მაგრამ რატო ვიძახით რომ მაგალითად რავი დღეს მე მგონია რომ ყველა ვინც იმაში ისრაელში ახალი ბიზნესის დაწყებას გეგმავდა შეიძლება და მაგარი წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ არ გაუმართლათ რა. შეიძლება არა, არ ვიცით ეგ კონტექსტი როგორ დაალაგდება საბოლოოდ. გააჩნია ხო. დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა ბიზნესები იქნება, რომელთაც დააკვდა ზედ ეგ ამბავი რაც მოხდა. არა, კი, მაგრამ ის სხვა ბიზნესზე ვლაპარაკობ. მაგას ეგ არის მთელი ამბავი, რა მაგ კონკრეტულ კონტექსტში აუცილებლად აღმოჩნდებიან ვიღაცეები, რომლებსაც ამ კონტექსტმა ხელი შეუწყო და ამ კონტექსტმა ხელი არ შეუწყო და არც ერთი მაგათ შორის მათი ნაკლება ჭკვიანი არ არის მაგას ხო ეგრე იგულისხმება იღბალი და მეც მაგის ის ხო აი ხა ვინც frozen yogurt-ის გაყიდვას გეგმავდა მათი ძალიან ესეთი მიღებული პროდუქტია ძალიან მიყვარს მე როგორც აკეთებენ და ძალიან დიდ პატივს ვინც გეგმავდა Rothschild-ის ბულვარზე frozen yogurt-ის გაყიდვის წერტილი შექმნას მაგრად არ გაუმართ. ნუ შეიძლება გადაედო დროებით რა. დროებით. აი რატო ვიძახით ამას რომ ძალიან ხშირად და თალხშადია თითქმის ყველა ანტრეპრენერი და თითქმის ყველა წარმატებული ანტრეპრენერი გეუბნება რომ თუ არ გარისკი არაფერი არ გამოგივა რა და ფულის და ფინანსების დაუწერელი კანონიც ეგ არის რომ რაც მეტი არის რისკი მით მეტი არის უკუგება რა და პირიქით რაც ნაკლები არის რისკი მით ნაკლებია უკუგება და შესაბამისად აი ხე ის რატო ამოვიწერე ესეა და რომ შთამაგონებლად გამბედავსა და სისულელემდე დაუდევარ შორის უმცირესი და ძლივ შესამჩნევის ზღვარი არის რეალურად რა ანუ ბოლშედეგია განსხვავება შედეგია განსხვავებული და მარტივი ისტორია რა რაღაცებს რო გააკეთებ რო გამოგსულო და ტაშ გიკრავე და იძახი რომ გენიოსია რა მაგარია თელიფსონი დადო და წაიღო და გააკეთა აბა სხვანაირად როგორ გინდა და მეორე ისე რა გიჟია რამ გააკეთებინა ხელაფერი მაგაში ჩადო და ანუ რა ხო ეგრეა რა ეგრეა მაგრამ გახსოვს ეხა ვაფშე საერთოდ რა გამახსენდა სრულიად სხვა კონტექსტში საუბრობდით მე და შენ სრულიად სხვა რამის გამო დაჟევერს ვიხსენებ რატო საუბრობდით რეალურად ჩვენ ვიცით წარმატებული შემთხვევები როგორც წესი ამ დროს 100,000-ობით შემთხვევაა რომელიც შეიძლება იგივე იყო
ბევრი გაგებით, მაგრამ წარუმეტებელი იყო, იმიტომ რომ კონტექსტი იყო ოდნავ განსხვავებული რა. ხო? ეგა. ამიტომ არის რა, რისკი და იღბალი ორეულები არიან. მე მომწონს ეგ ნაწილი. რომ ცნობიერად რო ვიყოთ რაღაც დონეზე თავდაბლობა მოაქვს რა, ანუ შენ წარმატებაში ცნობიერი იყავი იმ კუთხით რომ აბა მოდი რა იყო ეხა სად დაგილაგდა ალბათობა კარგად და როდესაც წაიქცევი ძალიან ამეტანი საკუთარი თავი არ დაამუნათო და მზად იყავი რომ ადგე, იმიტომ რომ ნახე მანდ მახსენდება რა ყველაზე მაგრად რას მახსენდება ისეთ ფრაზად დავიმახსოვრე და საკუთარ თავს ვიგე keep swimming შენ ნემო ნანახი გაქვს finding nemo? არა. finding nemo-ში თუ finding dory-ში აღარ მახსოვს ნიტო პირველ ნიტო მეორე სერიაში არის რა რომ ჭკუას არიგებს რა როგორც არ გაჩერდეო რა ცურვა გააგზელეო რა და იგივეა რა ამ ცხოვრებაში რაც არ უნდა წაიქცე просто ადექი და გააგზელე რა ანუ მნიშვნელობა აქვს და მე იქ სტალონეს როკიში როის არის ხო ცხოვრება იმაზე კი არ არის რამდენად დაგარტყავე რამდენჯერ ადგები და ეგ ხა აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სიტყვა რაც კი მომისმენია რა და სულ არ ველოდი სხვა შორის როკის ჩემი და შენი სიყვარული ვიცით ეს და შენც მაგრამ სულ არ ველოდი აი ამ სიკველში ეგეთ მაგარ მომენტს რატომღაც საერთოდ არ ველოდი რა კი ხო და მაგის და ნუ ჯორდანის რეკლამა რა გაფუჭებული ყველა მაგას იძახის ანუ საბოლოო ჯამში მაგიტო ვიძახი იმდენად ცოტა რთული არის გამოსაცდელი რომ ძალიან მძიმე არის როდესაც დამარცხებული გდიხარ ძირს ძალიან ძნელია რომ ადგე რა და ამავე დროს თუ გინდა რომ რამე გამოგივიდეს მარტო ეგ უნდა გამოიმუშაო რეალურად იმიტომ რომ სხვა დანარჩენში აპრიორი რისკავ რა და ან წაიქცევი ან ადგები და თან თუ რამე გინდა რომ ისწავლო თუ მზად არ ახარ რომ წაიქცე უბრალოდ ვერ ისწავლი მაგას რა და სადღაც სულ ნახულობ ხოლმე იმაზე რომ ადამიანები რაღაცა აბსოლუტური უმეტესობა ადამიანების არც კი ისვრის მიზანში იმიტომ რომ ეშინია რომ ვერ გაარტყავს ხო ვიღაცა რაღაცა პროცენტი ერთხელ ისვრია და რო ვერ გაარტყავენ ეს შვებია და რეალურად წარმატებული ხალხი რომელიც არანორმალურად ბევრი რაოდენობის ის არის აქ ნასროლი და ბოლოს გაარტყეს ამბავი არის რა და ეგ ხო მარტო როგორ ჩანს ანუ გარტყმული რო გაქვს მიზანი და მე რო უყურებ და მოყოლილი რო გაქვს მაშინ გაქვს ხო success story-ა უბრალოდ არა და ამან უბრალოდ ბევრი ის არის ისროლა რა და შენც რო რეალურად ისრები გესროლა სტატისტიკურად ალბათობა რო გაარტყამდა იყო ხო და ისრები ისროლა და მე ეგ ის არის კაი სად იყო მაინც რომელი ის რაზე ამბობ რაც გინდა შევეხოთ რა თემას თემა ერთ-ერთი რაც არის რაზეც ეხა მე ამ წუთას ამ წიგნიდან პირველი ის რა უკვე რაც ქმედებაში მაგადატანილი არის რთული პროცენტის ეფექტის თემა რა და დავიწყე რაც არ უნდა იყოს რამდენი ხანია ეგ დავიწყე ბოლო 4 თვეები ხო ანუ მე მაგიტო გეკითხები მეც რომ ალბათ რა დავიწყე პატარა თანხის თუმცა ყოველ თვე საფონდო ბირჟაზე რაღაცა კონკრეტულ აქციურ ქაღალდებში გძელვადიანი კუთხით ანუ საერთოდ არც უყურებ რა მოხდა აი არც მაინტერესებს რა მოხდა რა მარტო უყურებ კომპანია ხო არ კოტდება მაგრამ ნუ დიდი მსხვილი და კომპანიებიც არის რაღაც ახლებური ხელოვნური შენი პორტფელი გააკეთე? ჩემი პორტფელი გავაკეთე S&P-ში არ ჩამივიდა, ჩემი პორტფელი გავაკეთე და ყოველ თვე შემაქვს თანხა რა. რაღაცა თანხა შემაქვს ყოველ თვე და მაგ გათვლა იმაზე რომ ძალიან გძელვადაში უყურებ. ვორენ ბაფეტულად უყურებ რა, ანუ მაინტერესებს ბოლომდე ამოწერილი მაქვს მაგის კაი ისენი სტატისტიკები მაგ ნაწილში. ანუ მაგას გავყვე რა, იმიტომ რომ ამ წიგნშიც და საერთოდ ყველა ინვესტორი გეუნება ერთ რამეს რა, რომ შენ თუ მოკლევადაში გინდა რომ ბაზარზე ითამაშო, მან სხვა ეგ ინვესტორი არ არის და გძელი თამაშია ინვესტიციები და მაგის გასამყარებლად არ ვიცი იცი თუ არა შენ და მსმენელმა იცის თუ არა, მაგრამ ვორენ ბაფეტმა ამ წიგნს რო წერდა მაგ დროისთვის მისი წმინდა დოულათი ანუ net worth-ი შეადგენდა 84.5 მილიარდ დოლარს და ვორენ ბაფეტმა 84.5 მილიარდიდან 81.5 მილიარდი ანუ 96.5% 65 წლის შემდეგ გამოიმუშავა ასაკის. და ანუ მისი პარაბოლა სიმდიდრის არის ესეთი, ანუ 10 წლიდან დაიწყო ინვესტიცია. ხო. პირველი ინვესტიცია გაკეთა 10 წლის რო იყო. დღეს არის თუ არ ვცდები 90-ს გადაცელებულია 12-ის არის, ხა წავიდა იმიდან. ხო. ხო, ანუ საოცარი სტატისტიკა არის, რომ 96.5% მისი მთლიანი დოულათის მას მოუვიდა 65 წლის მერე. ხო, საპენსიო ასაკის მერე დაუგროვდა ეგ ყველაფერი რა.
ღარიბი არ იქნებოდა, ანუ მეგობრებო 3 მილიარდზე არის ლაპარაკი მანამდე, მაგრამ ვერანაირად ხო. მეორე საოცარი სტატისტიკა. უორენ ბაფეტს რომ დაეწყო ინვესტირება არა 10 წლის ასაკში, არამედ 30 წლის ასაკში. რამდენი და 60 წლისას რო გასულიყო პენსიაზე. რა გამოზია? აბა რამდენი იქნებოდა თანხა? რა ეკავსთ? პროსტ უბრალოდ შეეცადე რომ გაარტყა რამდენი? 10 მილიონი. 10 მილიონი. 84 მილიარდის, მაგრამ 12 მილიონი. მართლა გავარტყით? 12 მილიონი 84 მილიარდის მაგივრად. ანუ ეს არის რთული პროცენტის ეფექტის ძალა რეალურად რა. ანუ ხო და მე მაგიტო დაგისკითხვა, როდის დაიწყე თქო, იმიტომ რომ მეც დავიწყე, მეც წელიწადი ჯერ არ არის, არა წელიწადი ალბათ გახდა, ხო? წელიწადი გახდებოდა. მეც მაგ ლოგიკით მივიდივარ, ოღონდ განსხვავებით შენგან მე კიდე ის ვისწავლე, რომ მე არ შემილია მიუხედავად ჩემი დიპლომისა და პროფესიისა და გამოცდილებისა, მე ვარ ძალიან ცუდი ფასიანი ქაღალდების შემრჩევი. ამიტომ მივიღე მარტივი გადაწყვეტილება და ყველაზე ბჭყალებში უსაფრთხო გადაწყვეტილება ამერიკის ბაზარს მივყვები და ყველაფერს უშვებ S&P 500-ში. უბრალოდ სადე რომ მოდი ხوار შევქნა პორტფელი თქო და რაღაც ძალიან მცირე ლაპარაკობ ძალიან მცირე თანხებზე რეალურად რა ხო ვიცი და ანუ არ ლაპარაკობ რაღაც ათასებიან ინვესტიციაზე რა მაგრამ ნუ ძალიან მცირე თანხები გაუშვი იმაში სუფთა ენერგიაში renewables ქართულად განახლებად ენერგიის აქციებში რა არ იქნებოდა მომგებიანი? ხო და არა მომგებიანი არ არის, მაგრამ ძალიან უცნაური რამე მოხდა რა. საერთოდ გადავედით, მაგრამ ძალიან უცნაური რამე მოხდა რა. რატომღაც ტრამპის მოსვლასთან ერთად ძალიან სერიოზული ვარდნაგანიც, აი ესეთი სერიოზული ვარდნა, რომ პრაქტიკულად განახევდა რა ღირებულებაში. და ეხა დაიწყო ამოქაჩვა და თითქმის გავიდა ნოლში რა. ძალიან დიდი ვარდა იყო, იმიტომ რომ მოლოდინები იყო, რომ ტრამპი თითქოს და შეუტევდა მაგ განახლებად ენერგიას, რომ არ უყვარს განახლებადი ენერგია. ეგ იყო ჩემი ვარაუდით, დაბრუნდა, იმიტომ რომ უბრალოდ ბაზრის ისტერიკა იყო და არაფერ შუაში არ იყო ეგა რა, როგორც ეს ხდება ხოლმე ბაზარზე ისტერიკები. და ამავე დროს ეხლა რაც მოხდა ხელოვნური ენერგიიდან გამომდინარე განახლებადი ენერგიას დაემართა ის, რომ ვერ ყოფა ვერაზროს ჩვენ განახლებადი ენერგია, ეგეთი ტემპით თუ ხარჯეთ ენერგია, როგორცაც ეხლა ხარჯავთ. ხელოვნური ინტელექტი მოითხოვს უზარმაზარ ენერგიის წყაროს და მაგიტომაც წამოიწია ეხლა უკან ატომური ენერგიის ძალა. და მაგიტომაც შერბილდა ატომენერგიასთან ფოკუსირება შეუძლებელი გახდა. ეხლა ჩვენ რა დატა ცენტრების გვაქვს და როგორც იზრდება მოთხოვნა დატა ცენტრებზე და რა კომპიუტინგ ძალა არის გამოთვლითი ენერგია გვჭირდება ჩვენ რომ თუნდაც ChatGPT-ის მადლობები და გამარჯვებები ავიტანოთ. იმიტომ იხვეწება ეს კაცი შეეშვითა მადლობების ხდას ამ ChatGPT და გადაირია კაცი მილიონები მისდება ყველა მადლობა სიმბოლოს უყურებს რა მნიშვნელობა. და იხვეწება რომ გეხვეწებით ნუ უხდით მადლობებს. ნუ შეუძლებელია განახლებადი ენერგია კი არა, ნავთობი და გაზი შეიძლება არ გვეყოს რა და ატომური ენერგია არის ერთადერთი წყარო რომელიც შეიძლება რომ გადაგვარჩინოს მაგ ამბავში და ამავე დროს ატომური ენერგიაზე არ შემილია არ თქვა ის რომ ისედაც და ასედაც გაბერილი პანიკა არის. და ანუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არარაციონალური, მოხოთ ეხლა მე ალბათ შევამიტევს აქ ხალხი და არ ვარ ექსპერტი მაგისი და უბრალოდ ციტირებ ჩემ იდეებს არა წიგნს ვიმეორებ წიგნს ვისეორებ ეგ არის აპოკალიფს ნევერ ანუ არასდროს დამდგარი აპოკალიფსი აღარ მახსოვს ავტორი შელენბერგერი თუ ვიღაც ეგეთი არის ძალიან მაგარი წიგნი არის და მას კიდე ბევრი სხვა ავტორი და მეცნიერი მიმდევარი ყავს და არა მარტო მაგ იდეას რომ მოკლედ ატომური ენერგია ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგია არის მეც ეგრე ვიცოდი სიმართლე ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგია არის რაც არის და თვითონ პანიკა იმისა რომ ატომური ენერგია ელექტროსადგური არის ატომური ბომბი არის გაბუქებული ამბავი მეც ეგრე მასწავლეს თავის დროს ხო ეხლა მე ამაში არ შევყვები იმიტომ რომ არ ვიცი ეგრე კარგად არ მახსოვს ფაქტები ეგრე კარგად და უბრალოდ დასერჩოს ვინც დააინტერესებს სმენელმა დაშლა სხვათა შორის YouTube არის მაგისთვის ძალიან კარგი გზა იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად მიკერძოებული პლატფორმა არის YouTube სადაც შეგიძლია რომ სუფთა და ასე ვთქვათ ღირებული ინფორმაცია ამოიღო და ამდენაერი წყარო გაიფილტრება კარგად YouTube-ს ხო იცი როგორი ალგორითმიც აქვს რა რომ კარგი წყაროები იფილტრება კარგად კარგი ალგორითმი აქვს YouTube-ს ამიტომ ნახოს ვისაც აინტერესებს ატომური ენერგიის სწორედ გამოყენების შემთხვევაში და ვიცით ჩვენ უკვე ბევრი გამოცდილების მე სწორედ როგორ გამოვიყენოთ ენერგო პრობლემა დედამიწაზე შეიძლება მოგვარდეს მაგრამ მან ბევრი სხვა პოლიტიკური და არაპოლიტიკური ინტერესები იკვეთება და მე რო გავიგე რომ ყველაზე დიდი დამფინანსებელი
ატომური ენერგიის რისკების, გაბუქების კვლევებთან დაკავშირებით იყო ნავთობის და გაზის ინდუსტრია, სიცილია მიტყდა რა. ანუ ყველაზე დიდი კონკურენტი ნავთობის და გაზის ინდუსტრიის არის ატომური ენერგია და ანუ უკვე მერამდენე ინდუსტრიაში მომივიდა და აღმოაჩინა ის ფაქტი, რომ ვიღაცა ვინც რაღაცას ლანძღავს, უბრალოდ დააკვირდი ვინ აფინანსებს მაკვლევას. უბრალოდ დააკვირდი და გაასერჩე ვინ აფინანსებს კვლევას. იმ წუთშივე ლაგდება ბევრი რაღაცა კვლევის დაფინანსებიდან გამომდინარე. განსაკუთრებულად პოპულარულია, საგზნობი და პოპულარულია, როდესაც მედიკამენტებს საგიჟეთია. მანდაც არ მინდა რომ ჩავიდე, მაგრამ აი საგიჟეთი არის მან საერთოდ. რა უბრალოდ ისე შემერყანდობა მან რომ აი არც კი ვიცი რა. მედიკამენტებთან დაკავშირებით. და ისა ეხა გამახსენდა რა შუაში მედიკამენტები და ეხა გამახსენდა ის ბევრჯერ გვაქვს მაგაზე ნახალის არის სწორი ფრაზაა არ ვიცი პიტერსონი რო ყვება რო აღმოაჩინა კვების სწორი კვების პარადიგმა ვისი დაფინანსებული იყო ამერიკაში რო აღმოაჩინა რა აი ეს ბურბუშელების ჭამა დილას სწორი კვების არა უფრო მეტად იყო იმ სერიალს ქართულად როგორ არის ბურბუშელა რაც არის მომენტ მაიგ ვიგულისπე მარტო რუსულად და ინგლისურად ვიცი სიტყვა არ ვიცი ქართულად რაც არის რომელი ვთქვათ ხლოპია თუ სერიალს რომელი გისჩვენე კელოგის ის რა ზეს რო ასხავ რაღაცა ისეთი რო არის ეგ როგორც ყველაზე ჯანსაღი საუზმის ფრაზა არის მარკეტინგული ფრაზა და მარკეტინგი ყოფილი სუშაქარი გადაირია კაცი გახეთქილი ყავს შაქრი აბაჩი მართლა და გახეთქილი ყავს და მე ვაგზელებ მაგის კეთებას იმიტომ რომ ნუ უკვე ძალიან უყვარს სხვა ვარიანტი აღარ აქვს არა ნუ ხო მაგრამ უბრალოდ ის არის რა ხო კაი კარგი რაღაცებს შევეხეთ და მე მიყვარს ეგ სიცე მაგრამ დაუბრუნდეთ ამ თემას და ალბათ ის თემა ზუსტად რა რაც ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს და ბევრი ისტორია ვიცი გაოცებული რომ დავრჩენილ ვარ კონკრეტულად სპორტსმენების შემთხვევაში მაგ ხოლმე ეგა გახდე მდიდარი და დარჩე მდიდარის თემა რა რომ ორი განსხვავებული რაღაცა არის ანუ სხვადასხვა რაღაცები ჭირდება სიმდიდრის მოპოვებას და სიმდიდრის შენარჩუნებას და იცი რომელი ციტატა მახსენდება ხოლმე მაგაზე არ ვიცი რატომ გამახსენდა მაგრამ ჩავინიშნე this too shall pass ხო ის გაივლის ანუ ეს კარგი მომენტი როცა კარგ ტალღაზე ხარ ეგეც გაივლის და ამიტომ მოდი დანაზოგს და ინვესტიციებს მიხედეთ არა მაგიტომ მიყვარს შემოგარტყავს ეგ ფრაზა იმიტომ მიყვარს რომ ყველაფერზე შეგიძლია ცხოვრებაში მიახედო ამიტომ ხო იცი ეხა ამ სიმდიდრის მოპოვება და იმაზე გამახსენდა რა მეფიქრება რა როგორ იქცეოდნენ ადამიანები რომლებსაც მოპოვებული სიმდიდრის შენარჩუნება უნდოდათ უფრო მეტი ფულიცო ხელისფანა მარცხენა კი აი ესე იგი ფული ფსიქოლოგია ესე იგი გვიყურებენ პოტენციური სპონსორები ისა რა გამახსენდა იცი რომ აი როგორ იქცეოდნენ ის ადამიანები ვინც ფულის შენარჩუნებისთვის უფრო თანამშრომლობდა ამ შემთხვევაში ჩემთან და იმ ორგანიზაციასთან სადაც მუშაობდი მაშინ რა როდესაც დაგროვილი ქონების მართვაში ვიყავი იმიტომ რომ ხო ეხლა ერთის ხრივ ინსტრუმენტი არ იყო ფულის შოვნის ინსტრუმენტი ვერ იქნება ფიზიკურად დეპოზიტი ფულის შოვნის ინსტრუმენტი რა არის ინფლაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტი არის ხო პრინციპში და ეხლა რო ვფიქრობ ეხლა რეტროსპექტივაში ბახში ხო რო ვფიქრობ ხო პრინციპში ალბათ ეგენი მაგას შვებოდნენ რაღაც დაგროვილ ქონებას ცდილობდნენ უსაფრთხოდ შენახვისა და უყუგების ბალანსი მოეძებნათ რომ აი თან უსაფრთხოდ მენახება თან ინფლაციას ვებზვი მით უმეტეს ხა მათ ქვეყნებში ინფლაცია გაცილებით უფრო დაბალ ნიშნულზე იყო ხოლმე როგორც წესი ვიდრე ადგილობრივი ინფლაცია იყო ხო ხა რაც ლოგიკურია რა ხო და ხო ეხა რო ფიქრობარი არის იმაზე რომ ცოტა კი არა მნიშვნელოვნად განვითარებული ქვეყნიდან რომ მოქონდათ და დეპოზიტებს საქართველოს ბანკში თუ რაც ვინა ტიპის მშობლად ქართულ ბანკებში აბანდებდნენ აქაურ ფინანსურ აქტივებში რადგან მაღალი დეპოზიტის პროცენტი როცა მაღალი იყო ხო მაგაზე არავინ არ ცდილობდა გამდიდრებულიყო საბანკო პროდუქტით რა საბანკო დეპოზიტით რა მაგისთვის არსებობს ისეთი ინსტრუმენტები რომლებიც მაგალითად ფასიანი ქაღალდები
კაპიტალის ხო ბაზრები ხო, რა. კაპიტალის ბაზრები, კი. ხო, მაგისთვის ეგ არის და არა საბანკო დებოისტები რა. ხო, ნუ ეხა ის პერიოდი მეც მახსოვს, მაშინ საქართველოს ბანკში მუშაობდი. იყო რა, რომ ქართული დეპოზიტის პროცენტი იყო იმაზე მეტი, ვიდრე განვითარებული ქვეყნების ვალდებულებები შეგეძლო აგიღო რა. ანუ რაღაცა მომენტში იპოთეკა რო აგიღო მაშინ რა ქვია განვითარებულ ქვეყანაში და ჩამოგეტანა ეგ ფული საქართველოში და დაგედო დეპოზიტზე პლუსში დარჩებოდი ან როგორც მინიმუმ გაისტუმრებდის ეს როგორც მინიმუმ უფასოდ გექნებოდა სესხი რა. ხო და ნუ ეხა ეგ ძალიან ცოტა ხნიანი არბიტრაჟი იყო მახსოვს რომ ეგ დიდი ხანი არ გაგრძელდა მაგრამ გააშია ცოტა ხანს რას ვეძახით რა. ნუ რაღაცა რავი რა 8 წელი 5-7 წელი ხო 8 წელი თუ ცოტა ხანია მაშინ კაი. ხო ნუ ეხა რაღაცა ნუ რა 8 წელიწადში ნახევარი იპოთეკა თუ დაფარე როგორაა ცოტა ხანი ეხა. არა ნუ ეგ ცოტა ხო მოკლედ რა მნიშვნელობა ამ იმაზე ამ ნაწილზე აგეთი ისა მოვიწერე რა ჩავინიშნე რომ ფულის მიღება ნიშნავს გასწიო რისკი დარჩე ოპტიმისტად ფულის მიღება რას ნიშნავს? გამომუშავება რა ანუ ფულის შოვნა ნიშნავს გასწიო რისკი დარჩე ოპტიმისტად და მთელი ძალღონი ამ საქმეს მიუძღვნა რა და შენარჩუნება და ფულის შენარჩუნება კი საპირისპიროა რისკის გაწევის ის მოითხოვს თავდაბლობას და შიშს რომ რაც სწრაფად მიიღე ისევე სწრაფად შეიძლება დაკარგო და აღიარებას იმისა რომ ნაწილობრივ მიღბალი იყო გარეული შენი ფულის შოვნაში და ეს თავდაბლობის მომენტი და არაბაკიბუქის მომენტი და ხარჯვაზე ცნობიერად ყოფნის მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ დარჩე მდიდარი და მახსენდება რა ეგ მომენტი, როდესაც იყო შესაძლებლობები, როდესაც მე მქონდა რაცა შემოსავალი, არ იყო აუცილებლობა ხარჯების ესე გაზრდის, რომ არა ბაქიბუქი, მოდი ესე ვიტყოდი და შეიძლებოდა იყო ისე შესაძლებლობები, რომ რაღაცა ინვესტიციები მეკეთებინა და უბრალოდ ეხლა მქონოდა ისეთი ბუფერი, რომელიც ჩემს ფოთვას ხვალიდელი დღის და ხვალიდელი დღის ფინანსებთან მიმართებაში 1-2-რად თუ არა 1-10-ად შეაბსუბუქებდა რა. და კერძოდ რო გაიხსენო ეხა რავი ბიტკოინიდან დაწყებული იგივე იმ ჩვევით რაც ეხა გამოვიმუშავე რომ მე ყოველთვე ჩემი შემოსავლის თუნდაც 10 ან 15% ფასიან ხალხებში ზუსტად იმავე კომპანიებში რა კომპანიებშიც ეხავდეთ მე რო ყოველთვე დამედო დღეს წარმოუდგენელი რაოდენობის უგება იქნებოდა იმიტომ რომ მარტო მეტა Nvidia-ზე საერთოდ საუბარი არ არის. Nvidia ბოლო 3 წელიწადში თუ 2 წელიწადში ისეთი ჩაიდინა, რომ გასკდა გული ლამის იყო და ეს არის უბრალოდ მაგიტო ვიძახი რა, რომ ანუ ამ ციგნის სხვათა შორის ეს ციგნი შეგიძლია შეიძინოთ, აუცილებლად ჩავსვათ links მასში ეპიზოდის description-ში თუ აღწერაში და მე ვიყიდე Biblos-ში, მაგრამ ვიცი რომ არის Weli Stores-ზე და არის Telex-ზეც. და ძალიან დიდი რეკომენდაცია. ხო, ეგეც მე დაგვაუწყო, გქვა რომ ეს არ არის Bubblehead-ის გამოცემა. არა, ეს Bubblehead-ის არის, ეს არის ლურჯი ოკეანის გამოცემა. წავიკითხე, კარგი ნათარგმნი არის. მომეწონა, ბეჭდვის ხარისხიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და კარგია რა. და ძალიან კაი წიგნია და კარგია რომ ეგეთი წიგნები უფრო და უფრო ითარგმნება და ხელმისაწვდომი ხდება ქართულ ენაზე და მოკლედ ძალიან ღირებული წიგნი არის. მე წავიკითხავდი, გავუწევდი რეკომენდაციას ყველას რომ ეს წიგნი წაიკითხოს და რაც უფრო ადრე დავიწყებთ ჩვენ ფულის მოფრთხილებას და ფულთან სწორ მოპყრობას, მით უფრო მალე დაგვიბრუნებს ფული მთელ მის სიკეთეებს. ეხლა რაც დავფიქრდი, იცი? ამბობ დროს ძალიან ხშირად ადრეც მესმოდა, მაგრამ ეხლა რატომღაც უფრო ხშირად შეიძლება მეჩვენება უფრო ხშირად მესმის სკოლებში საბაზისო ფინანსური განათლების შეტანაზე არის ხოლმე საუბარი რა, რომ მე-11 კლასელს უნდა ვასწავლოთ რა არის ფული და მე მგონია სახელმძღვანელოთ არის იდეალური პრაქტიკულად რა. არა? აი მე იდეალური წიგნია მაგისთვის, რომ არ არის ეს რთული ფინანსურ ტრანზაქციებზე და ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ არის ეს წიგნი, ეს არ არის, რა ვიცი, რაღაც, არც ვიცი რა ვთქვა რა. საერთოდ არ ჭირდება თურმე რთული. არა რთული საკითხი რა. ეგეთი ეხა გამახსენდა კონტექსტი ჩემი რა იყო, მაგალითად და ჩემი კონტექსტი საფონდო ბირჟაზე შესulis იყო, რომ შენ თუ არ აკვირდები და არ სწავლობ კომპანიებს და არ კითხულობ მათ ყოველწლიურ ანგარიშებს და არ გესმის ვაიმე დედა ეხლა იქ ავსტრალიაში ესე იგი იმისი რა ქვია ამადა ამ წიაღისეულის მოპოვებაზე რაღაცა მოხდა ანუ აი ეგეთი რთულ ჩემი კონტექსტი იყო ეგ რომ
ტრეიდერი უნდა ყოფილიყავ ეს 7 ეკრანზე მშდომი ადამიანი, როდესაც თურმე სინამდვილეში უბრალოდ უნდა არჩიო ან S&P 500 ყველაზე თუ შემთხვევაში რა დიდი ხნით დარჩემა უბრალოდ რაღაცა კარგი პერსპექტიული კომპანიები უკვე რო გამოიარეს ეს მოკლედ დავით არაბა და სტარტაპიდან რო უკვე იმაში გადავიდნენ დასრულ ასაკში რო გადავიდნენ და გძელ ვადაზე გათვალე და ყოველ თვე ნელ-ნელა თურმე ეს იყო რა და ანუ მაგიტო ვიზახი ეს კონტექსტი ალბათ რამაც იმოქმედა იმაზე რომ ჩემი ფულადი დანაზოგის და ინვესტირების ქცევა სხვანაირი იყო ზუსტად ეგ იყო რა ჩემთვის ეგ წარმოდგენა იყო რომ საფრთხო ბირჟაზე შეხვედი აქტიური ტრეიდერი უნდა ყოფილიყავ ვაიმე როგორი საშიშია მან ყოფნა ანუ ეგ ამბავი როგორც კი არა და ვადას გაზდი ავიცი აი შენი მოყვანილი ვორენ ბაფეტი არის მაგის იდეალური მაგალითი მაგრამ კონკრეტულად თუ ვიტყვი რომ ეს ადამიანს მე რამდენადაც ვიცი და იმედი მაქვს სწორედ ვიცი ეგრეთ სწორედ უნდა ვიცოდე ყოველ შემთხვევაში მე მგონი 3 თუ 4 აქციისთვის არ გაუშვია ხელი არასდროს კოკაკოლა არის ერთ-ერთი კოკაკოლა და ამერიკან ექსპრესზე არის რატომ იყო რატომღაც მესამეს ვერ ვიხსენებ მე მგონი რომელიღაცა ბანკი რა კოკაკოლა ვიცი აი გარანტირებულად რა კოკაკოლა კოკაკოლაზე გადარეული იყო კოკაკოლა მაგნაკიდის ხოზე გავახსენე ხე მას უშმენდი საშას კაცმანის პოდკასტს უსმენდი თემური აუ ძალიან მაგარი აი ძალიან მაგარი ეპიზოდი საოცარ თემური ჭყოლია საოცარი მაგრამ საშა კაცმანის ეპიზოდებიც დაავალა იქეთ და გამოვიწერეთ არხი ძალიან მაგარი თორები ყავს ძალიან ღირებული აი გაგვახსენე შენ კი ძალიან ღირებული ბიზნეს პოდკასტი არის და ბევრ ამას ვისწავლით ნამდვილად მე პირადად ძალიან მეხმარება და შთამაგონებელი მისია აქვს რომ ქართული ბიზნესების და ბიზნესმენების ისტორიები შეინახოს და დადოს რა და გაავრცელოს. საოცარი ეპიზოდი იყო ნამდვილად. კი, ძალიან გემრიელი ეპიზოდი იყო. ფინანსურ თავისუფლებაზე ვისაუბრეთ. ბარი კიდე ერთხელ მინდა შევეხო იმ მომენტს რომ ალბათ ყველაზე კარგი კითხვა მაინც ეს არის რომელიც ახალგაზრდობაში ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვა ან ვინმემ დაგისვას ყველა საქმიანობაში რომ ერთი და იგივე ხელფასი ხდიდნენ და ერთი და იგივე შემოსავალი ქონდეს ფული რო არ იყოს უფრო უტოპიურად ჟღერს რა ეგ უტოპიურად ჟღერს არა ხო ასასაცილო ეგეც უტოპიურია და ამავე დროს ცოტა უფრო ყველა საქმეში რომ ერთნაირად იხდიდნენ რა არის რასაც გააკეთებდი რა თუმცა ეხა დავფიქრდი ხო ითხოვს გარკვეული კატეგორია ადამიანების მინიმალური სტანდარტული ხელფასების დაწესებას და რაღაც ეგეთებს იცი რა მოხდა სხვათა შორის მაგაზეც საერთოდ სხვანაირად ნახე აზრი არ შემიცვლია იმიტომ რომ კარგად ვერ ვერკვევი მაგ საკითხში ეკონომიკურად ხო იცი ნასწავლი თეორიაში მოსმენილი ეკონომისტებისგან ვიცი რომ საბაზისო უნივერსალური შემოსავალი არ არის კარგი ეკონომიკური გადაწყვეტილება და ამავე დროს ეხა გააქტიურდა ეგ თემა იქიდან გამომდინარე რომ ხელოვნური ინტელექტი და ეგრეთ წოდებული AGI ანუ artificial general intelligence-ის მოახლოებასთან ერთად ძალიან იზრდება რისკი იმისა რომ სერიოზული რისკი იზრდება იმისა რომ შეიძლება უამრავი ადამიანის მოკლედ უმუშევრად დარჩეს რა იმიტომ კი არ დარჩეს უმუშევრად რომ თქვა მანამდე თუ ტექნოლოგიური წინსვლა სიტყვაზე ვიძახი მენუალ ანუ ხელით საკეთებელ საქმეს ხო ანაცვლებდა და ეხა უკვე ცოტა კონებრისაც ანაცვლებს წიხ რატო გამახსენდა ისე იგარო ტექნოკრატებზე რო კომენტარი დაგვიწერეს რა ანუ მან მე უსმინე სიმონ სინექს და ეხლა უკვე იმ საქმეებს მიადგა ტექნოლოგია რომელსაც მანამდე კრეატიულ საქმეთ ითვლებოდა და შესაბამისად ადამიანები იძახდნენ რომ ადამიანებმა კრეატიული საქმე უნდა აკეთონ და რობოტებმა ის რო ეხლა უკვე რობოტებმა კრეატიული საქმის კეთებას დაიწყეს ერთი შეხედვით კრეატიული საქმის რა არა კრეატიული სინამდვილეში რა ცოტა საყურადღებო არის სახიფათოდ მოუახლოვდა მაგ ამბავს რა სახიფათოდ მოუახლოვდა მესმის რას ამბობ არა ეხლა უცებ დავფიქრე და როგორ ვერ ვიხსენებ ეხლა ლაპარაკობ 2 დღის წინ და როგორ ვერ ვიხსენებ წყარო რა იყო ეგ როგორ შეიძლება მაგის დავიწყება მოკლედ ბევრი კვლევის შედეგად ეხა ჩანს თითქოს თავს ვერ დავდებ იმიტომ რომ ვერ ვიხსენებ საწავ ვიკითხე და გამოდის რომ ყვითელ პრესას ვაჟღერებ რა ეხა როგორც ჩანს ეს ხელოვნური ინტელექტი ფიქრი ჯერ არ უსწავლია არა ანუ მაგის შიში ჯერ ფიქრი არ უსწავლია
უბრალოდ იმდენად ავტომატიზაციისთვის დიდი წყაროა რა, რომ მაგაში გეთახმები ხა. შეიძლება ცუდი მაგალითი მოყავს, თუმცა მგონია რომ არ მომყავს რა. იმიტომ რომ ჩვენც მე მგონი მე თუ არა შენ და მარიემი უეჭველი ძალიან აქტიურად იყენებთ ხელოვნური პლატფორმის ტიპის ინტელექტის პლატფორმას, ბოდიში. ინტელექტის პლატფორმას, როდესაც დიზაინებზეა საუბარი, ხო? რო დაუბრუნდეთ, ნახე, რაღაცა ტიპის სამუშაოებს სიტყვაზე ვიზა, მაგრამ დიზაინერს ვერ ჩაანაცვლებს და ამავე დროს რაღაცა დონის დიზაინერები ჩაანაცვლა. კი. ხო და ამიტომ ეს დიზაინერი ყველა კატეგორია ხდებოდა, ყველა ეს ადამიანი ხდებოდა კალათაში კრეატიული საქმე. და შესაბამისად საფრთხე ამ კრეატიულ საქმეს არასდროს არ ქონდა ტექნოლოგიიდან გამომდინარე. საფრთხე ქონდა ტექნოლოგიიდან გამომდინარე, უფრო საიმონ სინეგს გადავამღერებ. ეხლა რა, მაგალითად პლამბერი ქართულად როგორ არის? არის სანტექნიკოსი, ხო? წყალგაყვანილობის სპეციალისტი. წყალგაყვანილობის სანტექნიკოსი. ეხლა სულ არ ადარდებს ChatGPT რა შვება რა. ყველაზე მაგალითად ეგდობს სავს კი. ვერაფერს ვერ უზავს ChatGPT სანტექნიკოს რა. და ამავე ის. ხო, მაგრამ და ამავე დროს რა რავი, ChatGPT რაღაცა საქმეებს ანაცვლებს რა, ადამიანურ საქმეებს ანაცვლებს, რომელიც ადრე შეუძლებელი იყო, რომ არ არსებობდა მაგის ტექნოლოგია და მაქედან გამომდინარე, რომ დაუბრუნდეთ იმ თემას, გააქტიურდა, ხო არ გახდება საჭირო უნივერსალური საბაზისო შემოსავლის დაწესება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, რომ ხელოვნური ინტელექტის და ამ ტექნოლოგიის და რობოტების განვითარებით იმდენად გაიზრდება, გაიაფთება რაღაცეები, ანუ თვითღირებულება რაღაცების შექმნის იმდენად დაიწევს, რომ ეკონომიკურად შეიძლება მართლა შეძლო და აიტანო ის, რომ რავი, აი ეს რაღაცები ყველას დაფარული აქვს რა, საერთოდ არ იდარდოთ მაგაზე. ამ დროს შეიძლება ძალიან ღირებული გახდეს ეგ და საკმაოდ რამოდენიმე არ მომისმენია სიღრმისეულად, მაგრამ მაგალითად პიტერსონს ჰქონდა ვიღაცასთან საუბარი მაგაზე. მოკლედ წამოიწია თემა იმისი, რომ ხო არ ვიფიქროთ უნივერსალურ საბაზისო universal basic income-დან უნივერსალურ საბაზისო შემოსავლის დაწესებაზე. რატო ვიძახ, იცი მაგალითად ტესლას განვითარებით და Waymo არის კიდე ეგეთი კომპანია რა, ანუ მოკლედ თვით self driving მანქანები, ანუ თვით მართვადი ავტომობილების ტექნოლოგიის განვითარება, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტი არის, ანუ თვით მართვადი მანქანა არის, თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტი, მაგიტო არის ტესლა რო ტრილიონები ღირს, რო ეგ პროგრამული ფაქტორი მანქანები ეგ რეალურად ყველა მძღოლის საქმეს საფრთხის ქვეშ აყენებს რეალურად, ანუ ისი არა რომ ფიქრი არ დაუწყია ჯერ ხელოვნური ინტელექტს, არა, ანუ აღარ არის საჭირო რა. და ამ ხალხს შეიძლება ყველაზე დიდი დამსაქმებელი არის ავტოინდუსტრია? ეგ იცოდე? გადაზიდვები და ავტოინდუსტრია ყველაზე დიდი დამსაქმებელი არის ავტოინდუსტრია. ანუ ტარება ჭირდება რა. მიმითი არა ბოდიში ავტოინდუსტრია არა ტრანსპორტირების გადაზიდვები ხო ვითფრინავიან იმიანა და ბოლო პოდკასტი შე რო ჩამიგდე მაგ ეგნა მეთქვა ეგ ჩაგიგდე ხო ვინ იყო ის ხალი აღარ მახსოვს სახელი მაგრამ დაერი ოფის CEO-ს პოდკასტში არის კეითი ვიღაც ხო კეითი ვუდს როგორ ვიღაც კეითი ვუდს ხო ხო და მაგან ხო ეგაც უბრალოდ მან და თანხა დაბანდებული დათვლილი რო აქვს ნახე როგორ აქ დათვლილი 24 ცენტამდე კილომეტრი მილი რო 24 ცენტამდე სასაური რაღაც ეგა რა და როგორ ჯინიანად აწובה ტესლაში ინვესტირება 100% ვეთახმები არც ფიქრობ რომ ტესლა გავყიდო სულ რომ ელონ მასკი იმაში წავიდეს რა ქვია პარტია შექმნა სულ არ მადარდებს ტესლას ტექნოლოგია არის ეხა იცი რა გამახსენდა ეხა რა აი მაგას უსმენდი რა გამახსენდა იცი შენ მითხარი ეგ რამოდენიმე წლის წინ იმიტომ რომ მე ტესლას უყურებდი როგორც ელექტრომანქანების ბიზნესს რა. ვასორევი შუმამის რამე და მე მეკითხარი შეიძლება მე არ ვიცოდი ვასომ როგორ. ვასოს ხარო იყო ეგ. ხო, ეგ არ ვიცოდი. მე საერთოდ არ მიფიქრე და შენ მითხარი რომ შენ ხო ამასო როგორც მანქანების ბიზნეს ეგრე უყურებო და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესიო. ეხა აი რაც უფრო დრო გადის და ეს კეთი უცები და ნუ რამშოვაკ ბევრი ადამიანი ვინ საუბრობს რა, ხო, საერთოდ სხვაგანაა რა. ეს ხელოვნური ინტელექტის ბიზნესი. არაფერ კავშირში არ არის საბურავებთან პირობითად. პიტერსონის ან არა, ჯო როგანის პოდკასტში უსმენდი ელონ მასკს, სადაც მან თქვა, რომ ხელოვნური თვით მართვადი ავტომობილების პროგრამის წერისას შუა გზაში მივხვდითო, რომ ვაიმე დედა, მე მგონი AGI-ს ვაკეთებთო რა, ანუ ხანერად გვეგონაო რა, არ ცოტა უფრო მარტივი გვეგონა მანქანებისთვის თვით ან თავისით ტარების სწავლაო, ვიდრე რობოტის გაკეთებისო და შუა გზაში აღმოჩნდაო, რომ რობოტი უფრო ადვილი გასაკეთებელია პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით რაღაც დონეზე, ვიდრე მანქანა, თურმე ძალიან მოკლედ მანქანის სრულად თვით მართვადი მანქანა თუ გააკეთე,
ჩათვალე რომ თითქმის ახლოს ხარ ზოგად artificial general intelligence ქართულად როგორ არის არ ვიცი მოკლედ მაგრამ რასაც ქვია ხელოვნურ სრულფასოვან ხელოვნურ ინტელექტთან რა ხო ნუ მე საერთოდ ვერ ვერკვევი მაგ თემაში მაგრამ სავარაუდოდ იმიტომ რომ სრულიად ავტონომიურ მართვაზე რომ დასვა მანქანა უნდა ერკვეოდეს კონტექსტში ყველა წამს ხო აი ბანალურ ბავშვმა გადამირბინას არ გულისხმობ რა აი აბსოლუტურად ყველაფერში რა და ურთულესი ალგორითმი არის თეორიულად ვერც კი ხვდები როგორ შეიძლება ის არის ესაცრუე მაგასთან მაგიტო არის რომ გიჟივით ინვესტორები მე ის მომეწონა ბოდიში გადახვდები ამ კეთი უცის საუბრიდან ყველაზე მეტად მომეწონა აი მანდ მივხვდი მეხუთე ელემენტამდე როგორ მივედით რა ფრინავ მანქანებზე რა ლოგიკით მივედით იმიტომ რომ მაგარია ფრინავი მანქანები იმიტომ ადგილი აღარ არის აუ ანუ ეს თვით ავტონომიური მანქანები დადიან და მუდმივად დადიან იმიტომ რომ ტაქსაობენ ესე რომ ვთქვათ და ჰაერში უნდა ახვიდეს სხვა გზა არ გაქვს მაგრამ ეხლა რაზე დავიწყე კიდე ყველაზე კონტრინტუიტიული რაღაცა გითხრა კიდე და აი სუფთა მათემატიკურად შეხედა ეხლა მაგაზეც შეიძლება კარგია კაცო ცოტა სკანდალური განცხადება იყოს კომენტარი იყოს კაცო და რა კიდე ის დაწე ნახე რა თემა არის ეხლა რო შეხედო მწვანე ქალაქის კონტექსტი რო აიღო მწვანე ქალაქის იდეაში რო კითხო ხალხს კორპუსები ხო არ არის ნუ ალბათ არ ვიცი მწვანე ქალაქის იდეა მე ალბათ კორპუსები ხო ნიშნავს რომ სიმწვანე არ არის რეალურად კორპუსი ბევრად უფრო მეტ ადამიანს დაიტევს ისე რომ არ გავჭრა ტყე ხო ანუ ვიდრე დაბალსართულიანი ბევრად ეფექტიანი რამეა თუ გინდა რომ ტყეღრე არ გაჭრა და ბუნება დატოვო უფრო მეტად სიმაღლეში უნდა წახვიდე ვიდრე სიგანეში გახვიდე არა ეგ ძალიან ლოგიკურია ხო სხვანაირად როგორ ხო მაგრამ რა ვიცი არა მე როგორ ხვდები არ ვიცი ხა მე მაგის ანუ კერძო საღლებით რომ ჩვენ დავატიოთ ის მოსახლეობა რა მოსახლეობაც ვარ მწვანე ქალაქი მაგას ნიშნავს კერძო სახელს ნიშნავს იდეურად რომ შეხედო დედამიწა იყო ფართობია ეს დედამიწას რა თუ ადამიანების გამრავლება დაუშვებთ როგორც კარგ რაღაცას იმიტომ რომ ადამიანები ვართ და უნდა გამრავლდეთ მე იყო სხვა ჰუმანურობიდან გამომდინარე მგონია რომ ადამიანები კარგია რომ ვართ და თუ ბევრი ვიქნებით ეგეც კარგია რა მე არ ვარ იმის მომხრე რომ ბევრი ვართ კაცო და კიბო ვართ დედამიწის არ ვარ არა არის ხალხი რომელიც მაგას იძახის რა მაგ შემთხვევაში ჩვენ რო დავსახდეთ და სახლი და კარი გქონდეს ყველამ რო ჩვენ მილიარდერები ვით კერძო სახლები ავიღოთ მე ძალიან დიდი ეზოები უნდა გავიკეთოთ მაშინ რა და შეიძლება ვერ დავეტი თეორიაში მათემატიკურად რო გაწელო რა ეს ნუ ალბათ ვერ დაეტევი ხო და შესაძლოა თუ გვინდა რომ ტყე შევინარჩუნოთ ან ადგილი დავიტოვოთ სადაც დავრგავთ რაოდენობრივად ვერტიკალში უფრო მეტ ადამიანს შედევთ და მეხუთე ელემენტიდან გამახსენდა იქ მანქანები რო დაფრინავენ შენობები ზუსტად ეგ ამბავი არის რა ანუ ძალიან ბევრი ადამიანი რო გააჩინო მაგალითად ეხლა თუ არის 8 მილიარდი ავი 30 მილიარდი რო გააჩინო სიმაღლეში თუ არავედით უნდა გადავჩეხოთ ყველაფერი რა ხო არა მე არ მაქვს არაფერი კორპუსების აწინააღმდეგო ზოგადად არ გულისხმობ ვიზუალური ესთეტიკასთან მაქვს მე პრობლემები და ჩაკვეტებასთან და პარკინგ ანუ ურბანულ განვითარებას და ურბანულ დაგეგმარებასთან რო მარცხნივართ იგაა პრობლემა თორე სხვა საკითხია ზოგადად კორპუსი არაფერი ზიანი არ მოაქვს ესე რა ანუ შენ თუ დატოვებ საკმარის სივრცეს იმისთვის რომ მაცხოვრებელმა ადამიანებმა იმოძრაონ და რაღაცა არ მოხდეს ქრონიკული ლოჯისტიკური კრახები როგორც ეხა გვაქვს არაფერი პრობლემა კორპუს არა აქვს რავი ნამდვილად ხალხი აფრენს ნიუ-იორკზე ქალაქზე რა კორპუსებით არის საუბარი არა, ცენტრალური პარკიც აქვს იმ ხალხს რა და ურბანული განვითარებას და დაგეგმვაც ისე გააკეთეს რომ გუშინ პირველად როგორღაც ჩვენზე სუფთა ჰაერი მოახერხეს 12 მილიონმა მაცხოვრებელმა. კი, ეხა უცებ გადავხტები ყველაზე არა რელევანტურ საკითხს. გუშინ ცხოვრებაში პირველად გავიგე რომ ვიცნობ კონკრეტულ ადამიანს, ვისაც არ უყვარს ნიუ-იორკი. არის ეგეთები. ქართველს. ხო, არა, მეც მინდა ხავს ეგეთები. ანუ ალბათ ვიღაც მე მეგონა რომ არსებობდა, ხო, მე არ ვიცნობდი ეგეც. მე ვფიქრობდი რომ ალბათ არსებობდა ვიღაცა პირობითად ბრონქსში, რომელიც ამბობდა რომ ჯანდაბა ნიუ-იორკს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ არსებობდა ადამიანი თბილისელი, რომელიც ჩავიდა ნიუ-იორკში და ფუფ ხიხიაო თქვა, ეგეთი რამეს ვერ წარმოვიდგენდი. აქ თავისი ძალიან დიდი მინუსები ნიუ-იორკს რომელიც მე არ ვამბობ რომ არა აქვს, მაგრამ ის ემოცია რაც მოაქვს ქალაქს, მე მგონი მაგას არ შველის არაფერი. სად ვართ კიდე? სიმდიდრე ისა რასაც ვერ ხედავ. ან დოულათი. ეგ კონცეფცია არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ? მე კარგად არა.
გავიგე, მაგრამ რაღაცნაირად ვერ შევიგრძენი ეგ კონცეფცია რა. მე როგორ გავიგე, არის ნახე ეს რა, რომ სიმდიდრე არ არის Porsche და Ferrari. ეგ არ არის, ხო? არამედ სიმდიდრე არის ის ინვესტიციები, ის ბიზნესები, ის აქტივები, რომლებიც აგენერირებს იმ შემოსავალს, რომელიც საშუალებას შენ გაძლევს, რომ გაგძობითად Ferrari-ებით იარო ისე, რომ არც ლიზინგით ყავდეს გამოყვანილი და არც საწვავის ფულს სესხულობდი. ანუ საბოლოო ჯამში რას გულისხმობ, იცი ნახე, უამრავი ადამიანი არის, რომელიც არის მდიდარი და რო შეხედო, შეიძლება არ გეგონოს, რომ მდიდარი და იგივე Warren Buffett. ხო, ისი სახლი ოჰაიოში არ გეტყვის, რომ ეს არის კარგი სახლი აქვს, მაგრამ რას გულისხმობ, რომ მილიარდერი სახლი არა. ეს კონცეფცია და მეცაც ვიტყვი, ანუ საბოლოო ჯამში რეალური სიმდიდრე არ არის შენი ბრჭყვიალა აქტივები რა, რეალური სიმდიდრე არის ის აქტივები, რომელიც არ ჩანს. ანუ ვერაფრით ვერ იმარიაჟებს შენ სიტყვაზე ვიძახი შენი პორტფოლიოთი. არ ჩანს შენი პორტფოლიო რა. ხო, თუ არ დამიჯექი და არ მითხარი, რომ იცი რა, მე მაქვს აი რა გითხრა 100 მილიონი აქციებში ვარ. ელონ მასკს აქვს 200 თუ 300 მილიარდი დოლარის წმინდა დოულათი ნეტვორთი თუ რაც ქვია რა. 400-ზე არავიდა? თუ 400-ს იყო ასული და ამავე დროს რო ჩაშალო როგორ საიდან მოდის, ეგ არის თავიდან ბოლომდე აქციები იმ კომპანიებისა, რომელსაც ეგ ფლობს. ქეში შეიძლება საერთოდ არ ქონდეს რა და დიდი ალბათობით არა. ხო და ჩვენ პროს სხვანაირად გონია რა, მაგრამ ელონ მასკი არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იმისა, რომ ის საერთოდ არ ამ ბრჭყვიალა რაღაცეები საერთოდ არ აინტერესებს, ანუ ცოტა მე მგონი სხვანაირი მოწყობა აქვს ტვინის რა, უბრალოდ რა ზღვის მე როგორ გავიგე ეს თემა, ესაც არ ჩანს, არის ის, რომ ხშირად გვეშლება რა, ხედავთ Porsche-იან ხალხს და გონია, რომ დოვლათი აქვს და მდიდრები არიან და ძალიან ბევრს აქვს სესხით ეგ ყველაფერი აღებული რა. მე ვიცნობ პირადად ადამიანს, ქართულ ბიზნესმენს, რომელიც ნეტვორთი არის მინუსში. ოღონდ გარედან არ ჩანს ეგ. გარედან გეგონება, რომ ძალიან პლუსში არის. და ეხლა ამან მოიყვა და ლოს-ანჯელესის მაგალითად ჩვენ როდი არ ვცხოვრობ და იქ საერთოდ უამრავი ყოფილა ადამიანები, რომლებიც Ferrari-ებით დადიან, ოღონდ გაძეძგილები არიან სესხით რა. და ეგ არ არის მდიდარი ადამიანი. არ არის რა. მე ლევან გიორგაძე, რომელსაც Porsche მაკანი მყავდა, გარედან ვიღაცა გამოხედა და შეიძლება ეგონა რომ მდიდარი ყოფილიყავი, მაგრამ არ ვიარ მდიდარი. აი, მე ვიყავი ნათელი მაგალითი იმისა, თუ wealth არის ის, რაც არ ჩანს. სიტყვა შეძლებული როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ? ეგ არის ალბათ შეძლებული რა. ეხლა ხვდები სხვაგან წავედი, უცებ და დამარტყა შეძლებული. ანუ დიდი ხანია ვფიქრობ მე სამ დოვლათის სიმდიდრე შეძლებულიც ეგ არის. ალბათ wealthy ადამიანი შეძლებული ადამიანი. შეძლებული ადამიანი wealthy. შეძლებული ადამიანი ალბათ wealthy. ეგეც გადავწყვიტეთ. შეიძლება მდიდარი ადამიანი არის, ალბათ მაღალშემოსავლიანი ადამიანი. ანუ იგი როგორი მაგალითია, იცი ნახე, ალენ აივერსონის ისტორია რო გაკოტრდა. თურმე იმაზე მეტი დახარჯა ვიდრე გამოიმუშავა. ოღონდ ადამიანი, ანუ რავი, რო შეგეხედა გარედან და ვიზუალურად, რა ვიცი მე, მანქანები და ხო, მაგრამ ეხა აივერსონს ეთყობოდა კოჭებში რო ეგრე იზამდა. არის, ეგრე არ არის, ბევრი სხვა მინახავს ეგეთი რა, რომელიც ისეთი ფსონები, ეხა აქ ისტორია რაზე იყო, ერთ-ერთი რაზე იყო, სიმდის შენარჩუნებაში იყო ის ისტორია. რაჯად, ვაიმე რა გვარი იყო ის მიწერია. რაჯატი გუფთა თუ ვიღაცა მოკლედ Goldman Sachs-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი, რომელმაც მოიგოა შემეშალოს კომპანიები, რომელიღაცა ბანკის ფინანსური კრიზისის დროს 2008 წელს, რომელიღაცა ბანკის გადასარჩენად Warren Buffett-მა 5 მილიარდი დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა. ხო. და ეს იყო აღმასრულებელი, ეს რაჯატ ვიღაცა ერთ-ერთი მაღალი, ანუ ის იყო რა, აღმასრულებელი დირექტორი იყო რომელიღაცა ბანკის, რომელმაც უმდიდრესი ადამიანი იყო მაგ დროს. და ეგ რო გაიგო, იცოდა რომ აქციების ფასი ავარდებოდა და ამიტომ ჩუმად სანამ იმას იზავდა დაავალა თავის მას რა ქვია ბროკერს და იყიდა იმ კომპანიის ბანკის აქციები. და მე შესაბამისად ამ რეგულატორმა ეს ყველაფერი გაიგო და დაიჭირა რა. ანუ ერთ დღეში დაამთავრა თავის რეპუტაციას და სიმდიდრეც რა. იმიტომ რომ უბრალოდ გაღორდას ვიტყოდი. ნუ არაეთიკური აქცია ხაია. არაეთიკური სიღორია რა, ფული უნდა და მარტო რა ჯანდაბად გინდა გააქვთ თანხა, მე რა ხო გაიზრდება აქციების ფასი, მაგრამ რა ინსაიდერულ ტრეიდს აკეთებ. ხო, ანუ ქმედებითაც არაეთიკური ხა ინსაიდერ ტრეიდინგი ისჯება ეხა რაცა უნდა იყოს. ნიშნულობა არა აქვს ხო რა, ის რისკი გაწია რომელიც არაფრად არ არის. მე არაეთიკური შეიძლება ყოფილიყო არ ვიცი მე შეიძლება ვაუ არ ვიცი ხო. რამშობა გავიგე. მაგას არ გულ ხომ მიხვდი რა სიგიჟია რა გინდოდა რა.
რასკული ღარიბმა კაცმა გაქურდა მაღაზია, იმიტომ რომ შიოდა არაეთიკური საქციელია იგეც კაცო. არა გასაგებია. მაგრამ აქ რა ჯანდაბად გინდოდა, რა შუაში იყო ეგ არაეთიკური საქციელი საერთოდ რა? ხო, ვერ იმყოფინა. ხო. გრიდის გუდ ლოგიკაში წავიდა. გრიდის გუდ, თუმცა გრიდ არა, ალბათ გრიდ ცუდი სიტყვაა რა, სიხარბე არ არის კარგი. ხო. მუდმივი განვითარების და გაუმჯობესების სურვილი კარგია და ეგ სიხარბე არაფერ შუაში არ არის მაგასთან. კაცი მანქანაშის პარადოქსი რა ეს რაც ანუ პორშე და აი ხო თქვი ხო. აი რა არის ამ დანაზოგთან მე ვილაპარაკეთ მე და ჩვენ დანაზოგებთან დაკავშირებით რა იყო ჩვენი მიდგომა? ვილაპარაკეთ რა იყო ფინანსურად ოპტიმალური გადაწყვეტილებაზე რაციონალური რომ ის აი გონივრული ეგ თქვი ხო შეფრის შესახზე იგი მაგითი დავიწყე რა გაუგებარია ეგ რა არის საერთოდ რა კი ანუ მე ეხაც მანდოა რა მე და ჩემი მეუღლე მაგაზე კამათობთ არასწორი სიტყვა მაგრამ ნუ ვერ ვჯერდებით რა მე ეხაც ბოდი ესე ვიტყვი მე ზოგადად მირჩევნი აი სხვა ჩვენს უცნაური რაღაცაა რა ეხა ერთი შეხედვით მე მირჩევნია მას ქონებას ერთად თავი რო გავანებოთ რა მე ცხოვრების კუთხით მე მირჩევნია ქონდეს იმდენი შემოსავალი თუნდაც პასიური რა მნიშვნელობა აქვს რომ მაგალითად ზაფხულში ანუ აგარაკი კი არ მქონდეს მაგალითად ზაფხულში ერთ წელს ვიქირავ აგარაკი X ადგილას მეორე წელს ვიქირავ აგარაკი Y ადგილას მესამე წელს ვიქირავ აგარაკი რა ვიცი Z ადგილას რა ასე შინაგანად მე ეგრე უფრო მივჩევნია რა მიუხედავად იმისა რომ მეორე მხრივ შეიძლება ყველაზე კარგი ვარიანტი იყოს კონდეს აგარაკი A ადგილას რომელიც ისეთი კარგია რომ შენთვის ხარ ყოველ წელს იქ რა არა და ნუ აი ის უფრო მხიბლავს როგორ თქვა ხა ის ბევრად უფრო მხიბლავს ანუ სახლის ქონას ძალიან ისეთ რამეს ვამბობ მაგრამ სახლის ქონას მაგალითად ნიცაში მე მირჩევნია ხან კანში წავიდე არ ვარ ნამყოფი ხან ნიცაში არ ვარ ნამყოფი ხან რა ვიცი იბიცაზე არ ვარ ნამყოფი ვიდრე მიჯაჭვული ვიყო ვალდე აი რაც თავიდან თქვი რა ანუ თითქოს ვალდებული ვიყო აბარ ისთვის ვიყიდე თუ არ ვიარე აი ამ ეს კონცეფცია მე არ მომწონს ძალიან არ მომწონს და სხვაჯერ არ მომწონს რა ბევრი წლის წინ ერთი 10 წლის წინ იყო 10 წელი გავიდა 15 წელიც გავიდოდა ბაკურიანში რომ შენებარე ბინა ვიყიდე რა საკუთარი თავისთვის რომ დამემტკიცებინა რომ არ ვარ უხეირო დღეში პირველივე რაღაცა მცირე ნუ არ იყო ახლა რა თქმა უნდა ეს რაღაცა 100,000-ზე არ ვლაპარაკობ იაფი ინვესტიცია იყო პირველივე შესაძლებლობა როცა მომეცა გავაქანე და ვიყიდე სახლი ბაკურიანში როგორც შენ არ გაგიტენებია იმ სახლში ერთი ღამე ისე მე და გარდა იმისა რომ არ გამიტენები არც კი გამირემონტებია რომ გამექირავებინა ანუ იმიტომ რომ ნუ აღმოვაჩინე რომ საერთოდ არ მინდა რა ამ ბაკურიანში სიარული ყოველ წელს რა შეიძლება მერჩივნოს არ ვიცი სხვა რაღაც მოკლედ რა და აი არ ვარ მე აი თავის დროზე ბანკში მუშაობის დროსაც პრინციპში მაშინაც მაგას ვამბობდი და ეხაც მაგაზე ვარ რა თუმცა ვერ შევაკამათები ვერავის აბსოლუტურად იმიტომ რომ არ მაქვს მაგის საკმარისი არგუმენტები მე ზოგადად უძრავი ქონება არ მიყვარს როგორც ინვესტიცია რა ნახე შენ ეხა რას თქვი არახალია რა მაგარი რანერი სიტყვა ბევრჯერ მომისმენია მეც გაუგონარი რამე არ მითხოვს ხო ეხლა Instagram მოგეთ ცნობილ შედარებით ცნობილ სოციალურ ქსელებში წარმატებული იმ კუთხით რომ რაღაცა ბიზნესები აკეთეს ან მოკლედ ფინანსურ წარმატებას მიაღწიეს მაგ კუთხით წარმატებული ხალხისგან რომ თავისუფლების ერთ-ერთი ფორმა არის არანაირი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ქონა რა რა რეალურად შენ თუ შეგილია და საკმარისი შემოსავალი გაქვს იმისთვის რომ რანაირი სახლის როგორი კომფორტული სახლის გინდა თან რაღაცა დონის მე ხო ყველა სახლი საკმაოდ კომფორტული ან რაღაცა მე ცოტა სიგიჟეები იჩდება მე ხა რომ დააკვირდები ხოლმე რაღაც 52 საძინებლიანი სასახლეები არაფერს საჭიროებას არ კომფორტს არ გაძლევს ანუ მიძახე რომ ზუსტად თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატულება არის რომ სადაც გინდა როცა გინდა იქ ათენებდე და აღამებდე რა და კი შესაბამისად მაგის ყველაზე კარგი გზა არის ან საოცრად არა ანუ აი ულტრა მილიარდერების თემა რა ეხლა ჯეფ ბეზოსის სახლებს რო შეხედო მართლა ყველა გასახლი მაგრამ და ბოლო იახტა აქ და თალახეთ იგი დადიან და ამავე დროს მეორე გზა არის რომ უბრალოდ ისა გაქვს რა ქირაობ სადაც გინდა
როგორც გინდა სასტუმროში, გინდა ვილაში, გინდა და რეალურად ყველაფერს ქირაობა შეიძლება საბოჯომში. ანუ კერძო თვითმფრინავიდან დაწყებული ნებისმიერი სახით დასასრულების ქირავდება რა. ანუ სადაც გინდა იქ ჩახვიდე და არ არის გაუგებარი რაღაცა კუთხით თქო. მაგიტო ვიზახი კონტექსტის ამბავია რა. ჩვენ ქვეყანაში მე და შენ თაობაში მგონია, იმიტომ რომ მეც იგივე თაობის ვარ, სახლი შეიძინე საკუთარი რაღაცნაირი განაცხადია ხო? რა, საკუთარი სახლი გაქვს და შეიძლება მიღწევაც იყოს და შეიძლება საკმაოდ დიდი ტვირთი და ვალდებულებაც გააჩნია როგორ შეხედავ რა. შეიძლება ჯობდეს ეხა ჩემი რეტროსპექტიული გადმოსახედიდან მე რო პატარ-პატარა ბინები მეყიდა ყველა ჩემ ბონუსზე და შემოსავალზე რაც მქონდა და მე ყველა გამექირავებინა დღეს რა შემოსავალიც ეხა მაქვს მექნებოდა ბინების გაქირავებით ეგ შემოსავალი და წარმოიდგინე როგორი უდარდელი თავისუფალი ცხოვრება გქონდა ბინების გაქირავებით ეგ შემოსავალი შორიდან რო უყურებ კარგია მაგრამ რო ხედავ იმიტომ რომ ვიცნობ 1-2 ეგეთ ძალიან წარმატებულად მაგ მოდელს ამუშავებს ძალიან წარმატებულად ჩემი 1-2 კარგი ნაცნობი რა შეიძლება უფრო მეტიც ვიდრე ნაცნობი რა ვაფასებ რა ხვდები რომ აი რამ მაგარი რამ ექნა და აი ერთი შეხედვით ვფიქრობ რომ აი შენც რო ეგრე გექნა მაგრამ მეორეს მხრივ არ მიზიდავს ხო ბორინგარი აი ეხაც ვერ ვიზამ რა ხო ხვდები რა აი მე არ მიზიდავს რა ორი თემა არის რომელსაც მინდა რომ მოკლედ შევეხო ერთი არის რომ ძალიან ხიბლავს ეგ ამბავი და ჩემ თავსაც ვიწყნარებ და ამ ფულის ნაწილშიც მსმენელისთვის ალბათ ღირებული იქნება რომ მოგეთ ადგილი შეცდომისთვის უნდა იყოს დატოვებული ყოველთვის რა ანუ შეცდომები მოსულადან დაწყებული შეცდომების გარეშე ვერ ისწავლი გამდიდრების გზაზეც დანაზოგის და ინვესტიციის კიდე ერთი ფასეულობა ისიც არის რომ ახლა ის ორი თემა ერთი რაც მიყვარს ის რაც ადრე არაზროს მომხდარა მუდმივად ხდება ანუ როდესაც წარსული არის ჩვენი ეგრეთ წოდებული პროქსი, ანუ წარსული როდესაც არის არგუმენტი იმისა, თუ როგორ მომავალს პროგნოზირებთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ ის რაც არასდროს არ მომხდარა, ყოველთვის ხდება რა. შესაბამისად, გაუთვალისწინებელი მომენტებისთვის ყოველთვის ადგილი უნდა იყოს და მზაობა უნდა მქონდეს, როგორც ანტრეპრენერობაში და ეხლა მნიშვნელოვანი გაკვეთილი და შეხსენება არის ჩემთვის ამავე დროს ზოგადად ინვესტიციის და დანაზოგის კეთების დროსაც რომ ყოველთვის შეიძლება რაღაცა გაუთვალისწინებელი მოხდეს და ის არის რა კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა სამბავია ანუ ვერაზოს ვერ დაგეგმავ შენ მომავალს რა და ამიტომ თითეული გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის იმის დაგეგმა რაც გეგმის მიხედვით არ ხდება რა მაგარი რაღაცა არის ხო ანუ თითეული გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის რომ იმის დაგეგმა რაც ამ გეგმის მიხედვით არ მოხდება რა და ხო და აი რომ გადავხედო რამდენჯერ ყოფილა ეგეთი მომენტი რომ აუ ამაზე საერთოდ არ მიფიქრია და მაგ დროს ეს ასე ვთქვათ რაღაცნაირი უსაფრთხო ბადე safety net ბადეს გაკეთება როგორი ღირებული შეიძლება იყოს იმ დროს როცა მე ეს გაუთვალისწინებელი დადგება კი მე ესე ვთქვი კითხო მაგრამ ცალსახად ეგრეა უბრალოდ იმდენად არანაირი გამოცდილება არ მაქვს პირადი მაგ ნაწილში მარტივ მიზეზის გამო რომ ცხოვრებაში ეწ ბადე არ მქონია ფინანსურ საკითხებზე როცა ვლაპარაკობთ რა ცხოვრებაში არ მქონია თუმცა აი ახლა ამდენი ხანი რასაც ვსაუბრობთ რა ადრე რო დავფიქრებულიყავი ესეთ რაღაც საკითხებზე თუნდაც ამ წიგნის დახმარებით, ნუ ფიზიკურად 20 წლის ასაკში ვერ დავფიქრებოდი, იმიტომ რომ წიგნის 3 წლის წინ თუ 4 წლის წინ დაიწერა. ხო, მაგრამ ნუ ასეთი ტიპის საკითხებზე რო დავფიქრებულიყავი, კი არ ნანობ რაღაცას უბრალოდ სხვანაირი იქნებოდა. უკეთესი არ ვარ დარწმუნებული რომ იქნებოდა, ხო, მაგრამ სხვანაირი იქნებოდა, ხო, და მესმის ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე მესმის, როდესაც ვხედავ ადამიანებს რომლებიც მაგ ლოგიკით აწყობენ თავიანთ ცხოვრებას მესმის და პრინციპში გულშემატკივრობ და ვიწონებ და ნუ ბოზობოლოს ჩემს საკუთარ შვილებს ვეუბნებით რომ ვურჩევ ხა მე ვურჩევ რომ აი გაუცილებელია რომ ეგრე ქნა და მაგიტომაც ახლა ეგეთი ისა მაქვს რა და არ ვიცი აბა როგორ შეგიხმიანება რომ ეგეთი გვიან არაზოს არ არის ეგ ერთი ეხაც შეიძლება მაგის დაწყება და მეორე რანაირად არა ავთენტური და არა გულწრფელი შეიძლება იყოს რჩევა და შენ სხვა რამის კეთება შენი მხრიდან რა ხო და მგონია რომ რაღაც დონეზე ძალისხმევა და ცნობიერი ნაბიჯების გადადგმა თუნდაც პატარ-პატარა იმისაკენ რომ ის გაკვეთილები გავითვალისწინოთ მგონია რომ იქნება ძალიან ღირებული ჩვენთვისაც და ჩვენი რჩევაც უფრო სხვანაირად წავა ჩვენ შვილებზე რა იმიტომ რომ მე ხარ უყურებ
რავი, საკმაოდ გავართ მე და შენ ჩვენ მშობლებს ფულთან მიმართებაში მიდგომაში რა, რაღაც დონეზე რომ შეხედო რა ვიცი. დიდად ვაშლის ხისგან შორს არ დავარდნილა, ასე ვთქვათ. ბოლოს და ბოლოს სრულად ვინაწილებთ DNM-ს და მეტი რა გინდა. არა, ნუ ხო და იქ არის რომ რაღაცა დროს რაღაცა თაობა უნდა გადატეხოს ალბათ და შემოიტანოს სხვანაირი DNM-ი მაგ ამბავში. და ავი ბოლოს არ ვიტყოდი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს თემა რომელიც შემეხო არის ის რომ ეგეთ თავია აქ არა უფასო არაფერია. უფასო არაფერია და მაგის მეორე ვერსია იმისი რა ქვია ფრაზის როგორაა უფასო ყველი სათაგურშია. გამახსენდა. ხო და ამ კონტექსტში ინვესტიციების კონტექსტში ფასი არის ვოლატილობა. და კიდევ ერთხელ უბრუნდებით გრძელვადიანობის და რთული პროცენტის ბენეფიტებს და ასევე ზოგადად გრძელვადიანობის სარგებელსაც. ფასი საინვესტიციო ქცევაში, ანუ ფასიან ქაღალდებში და კაპიტალის ბაზრებში დაბანდების ფასი, რომელიც უნდა აიღო აუცილებლად არის ვოლატილობა რა. ვოლატილობა განმარტოთ, იმიტომ რომ ესეთი ცვალებადობა მუდმივი რა და ანუ შენ თუ მზად არ ახარ იმისთვის რომ რაღაცა მომენტში შენი პორტფელი ქვევით წამოვა, რაღაცა მომენტში ზევითავა და არც ერთი მაგადგანი არ იქნება მუდმივი წერტილი, მაშინ გაგიჭირდება. ანუ შენ თუ ყველა ჩავარდნაზე გამოხვედი და მე შეგეშინდა მაგის გამო შესვლაზე მოკლედ ამ მზად თუ არ ახარო, ეგ საკომისიო გადაიხადო, რომელიც არის აქეთ-იქით თამაშის მაშინ შენ ვერაზოს ვერ მიიღებ გრძელვადიანი ინვესტიციების სიკეთეებს. კი და აქვე ვიტყვი რომ გასათვალისწინებელია რომ ფასის ცვალებადობის განსაკუთრებად ფასის ცვალებადობის ნეგატიური ეფექტის განსაკუთრებით გამძაფრებელი არის ეგრეთ წოდებული leverage, ანუ სესხით გაკეთებული ინვესტიციები, ასე რომ აქ უკვე ესე თავხედურად ყველას ურჩევდი, რომ არ გააკეთოთ ფასიან ქაღალდებში ნასესხები სახსრებით ინვესტირება, ან არავითარ შემთხვევაში არ აღემატებოდეს ნასესხების სახსრებით ინვესტირება თქვენი პორტფელის ღირებულების ანუ კაი 10%-ზე ყაბულსვა რა. აი წარმოუდგე ეგ ყოფილა ეგ ანუ ამას არ ყვები თეორიულად და წიგნში საკითხულიდან ეგ ყოფილა დამღუპელი წარმოუდგენელი რაღაცა ყოფილა ეგ რა. ან მანგერის ან ბაფეტის ფრაზა არის გამონათქვამი შემეშლება ალბათ სწორად ვერ გავიმეორებ, თუმცა შინაარს დარწმუნებული ვარ რომ ახლოს იქნება შინაარს. კაცის დამღუპელის სამი ფაქტორი არის რა, ალკოჰოლი, ქალი და ლევერეჯი. ხოდა რაღაც პრინციპში ვარ დაახლოებით მაგამ. ხო, ნუ ალკოჰოლში ყველაფერი გამაბრუებელი, ხო. მაგას ხოდა კი არა, ხო, სესხით ანუ ლევერეჯით ეგრეთ წოდებულით კაპიტალურ ბაზრებზე შესვლის პრობლემა არის ის, რომ ეგრეთ წოდებული margin call, ანუ სხვაობა როცა გადაცდება დასაშვებ რაოდენობას მაგ დროს შენ სესხებელი გთხოვს რომ ფული დააბრუნო და როდესაც მაგ დროს აქციების ფასი არის დაბალი, თან დროებითაც დაბალი არის, შენ რეალურად მაგის აქციების ფასი გაყიდვით არ საკმარისი თანხა და საბოლოო ჯამში კოტრდები რა, დეფოლტში შედიხარ. და ამიტომაც იქ არის ფასი, მოკლედ ვოლატილობა, ანუ ცვალებადობა ფასის და იქ მზად უნდა ვიყოთ, როდესაც შევდივართ ამ ბაზარზე და მათ შორის მაგიტომაც გავითავისე მკაცრად ეგ გაკვეთილი და ეხა მე რა თანხებიც მაქვს შეტანილი ჩემ პორტფელში. არ ვამოწმებ რა, ანუ ვიც ეხ ტესლა დავარდა, არ მაინტერესებს რა. ხო, თუ არ გაქვს ლევერეჯი, არ მაგაინტერესებდეს. არა, ნუ ხო, არ მაინტერესებს რა. ვერ გამოვარდები თამაშიდან ფიზიკურად. არა, იყო რომ გამოვარდი, ნახე მე შტერობა ჩავიდინე ადრე რა. პირველად ეს რომ გადავწყვიტე რომ აქციების ჩავედა, იყო რამოდენიმე წლის წინ. და ცოტა ფული როგორც კი გამიჭირდა, წავედი და აქციები გავყიდე, მithme ვთქვი რომ ეხლა ფასები დავარდა თქო და ბოდი ბარემ მალე გამოვიდე თქო. ეხლა რაღაცა. გინდა გითხრა რა აქციები, მნიშვნელოვანი დებილობა გავაკეთე. რა აქციები გავყიდე, რო გითხრა შეიძლება გული გაგისკდეს რა. Nvidia-ები, Google-ები, Meta-ები და ისინი რომლებიც ეხლა ბოლო 2 წელიწადში, ვავი, Nvidia მე მგონი გაოთხმაგდა. ხო, მაგრამ ეხლა მოდის პალანტირი გავყიდე $12 კი ვიყიდე $72 მე არ ვიცი ეხლა რა ბედი ეცი. $72 ძალიან მაღალია. პალანტირი არ გამიყიდია და ზვა და პალანტირი კარგათაა? პალანტირი ძალიან ღირებული აქტივი არის და მგონია რომ არ უნდა გამოხვიდე მაქედან. აი, ქალბატონი Keith Woods-იც პალანტირი ერთ-ერთია რომელსაც ჩავინიშნე და შემდეგ თვეში, როდესაც მოვა დრო დამატებით შენატანის გააკეთების, უნდა ავიღო Keith Woods-ის ნარჩევი, ის ორი კომპანია თუ სამი რაც არის, ერთი ჯანდაცვაში რო იყო, ხელოვნური ინტელექტით რო
გენეტიკურ თემაში რაღაც საოცრებებს ჩადიან. ხო. ერთი იყო სატრანსპორტო, რომელიც არ მქონდა გაგონილი საერთოდ და ფრინავი მანქანების ნაწილში და კიდე ერთი რაღაცა ჩავინიშნე, აღარ მახსოვს. მარა ჩანიშნული მაგ და მინდა რომ ანუ ეს ყველა მთელი ამის ფონდი აწובה მთლიანად არის ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ბიზნესების ფონდია რა არის. ხო და უნდა მიუყვე რა მაგ ხალხს. ეხლა მეც მაგ ლოგიკით ვარჩევდი. ნახე Nvidia, Meta, Google, ყველანი ეგენი არიან ხელოვნური ინტელექტის ბრძოლაში ჩართულები რა. მათ შორის Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის ბრძოლაში არის ჩართული. Tesla ნუ მოწინავე არის. Apple მაგ მაინც იმიტომ რომ რაღაცნაირად Apple არა და არ უკადიან კარგ მომავალს, მაგრამ მაინც დავიტოვე და მაგ ახალი არ დამიმატებია, მაგრამ დავიტოვე და მაგ მაინც Apple მე მაინც გონია რომ ისეთი სერიოზული კომპანია და ისეთი სერიოზული ბრენდია რომ გრძელვად და შე კომპანია მოგეგულია Coca-Cola მაგ ისა Coca-Cola თუ გაქვს ეხლა შეიძლება ძალიან სიგიჟეს მომობ, მაგრამ Coca-Cola თუ გაქვს მაგავე ლოგიკით ალბათ გაქვს Apple-იც, იმიტომ კი არ mature კომპანიები რაღაცნაირი დიდი retail business-ში გაქვს აქციები, ესე შეხედე რა. ანუ ჩემთვის Apple არ არის ტექნოლოგიური ბიზნესი რა, ვერ აღვიქვამ უკვე ეგრე. Commodity-ია ჩვეულებრივი რა. კი, მაგიტო ვთქვი რა, თან Warren Buffett-იც არის და შესაძლოა სანამ რა ვთქვით რომ რა. სანამ არის უნდა დაუჯერო ბიზნესს, ხო? კი. და ეს პალანტირი და ეხლა ეს ახლებს ვისაც ვაგი ვასორევიშვილმა მითხრა კიდე ვიღაცები იმასაც ვათვალიერებ. მოკლედ საერთოდ ხშირად ვახსენეთ ვასორევიშვილი დღეს. ხო, იმიტომ რომ მე არ მეგულება ჩემ სანაცნობო წრეში ბევრი მაგაზე უკეთესი ადამიანი, ვისაც შეიძლება ფულის ფსიქოლოგიაზე ელაპარაკო. გეთახმები. ვადასტურ. ხო და სხვა ჯერ წიგნებზეც მინდა გითხრა. კი, საოცარი კაცი არის. ხო და ესე რა. კაია, მე ძალიან მომეწონა ეს წიგნი, ჩვენი დღევანდელი საუბარი ძალიან მომეწონა. მინდა ბოლოსკე წავიყვანო ჩვენი დღევანდელი შეკრება. კიდე ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ყველა მსმენელს. არ დაგავიწყდეთ, დალაიქება, კომენტარი და გამოწერა ჩვენი არქივი, ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ეს იმისათვის, რომ გაგრძობითად გავაგრძელოთ ეს საქმე. უკვე მე რამდენად ვახსენეთ, რომ გვიყვარს ვაფრენთ ამ საქმის კეთებაზე და ასევე მგონია, რომ რაღაცა ღირებულებას ვქნით არა მარტო ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვსწავლობთ ბევრს ამის კეთებით, არამედ თქვენთვისაც, მსმენელისთვისაც და რავი, მადლობა გივი, შენს. მადლობა შენ. და შემდეგ თუ მომავალ შეხვედრამდე. და ასევე ხო წიგნის სადაც შეიძლება რომ შეიძინოთ მაგას ლინკს დავდებ, მაგრამ შეგახსენებთ რომ ველის თორზეც არის, ტელექსზეც არის და ბიბლუში არის და ლურჯი ოკეანეს გამოცემა არის. აბა შეხვედრამდე მეგობრებო, აბა ხე.